ანდროგენული ალოპეცია ეს არის ქრონიკულად მიმდინარე პროცესი, რომლის დროსაც თმის ღერი თანდათანობით განიცდის დაწვრილებას. მაღალი ტესტოსტერონი მაქვს და ამიტომ გამომავლობდი არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, მითი საქვეყნოდ ცნობილი, ყველას ეშლება ხოლმე ეს. ანდროგენური თმისცვენა არის თუ არა გადანერგვის გარეშე რამენაირად შექცევადი. არის მინოქსიდილი და ფინასტერიდი. მინოქსიდილი არის მედიკამენტი, რომელიც ძირითადად მუშაობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესების გზით. გენეტიკა ძალიან მკაცრი ფაქტორია მამაკაცების შემთხვევაში, ქალების შემთხვევაში გენეტიკასთან ერთად სხვა ფაქტორებს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ამას კიდევ ზუსტად იმითიც იგებენ, რომ ფინასტერიდი გაცილებით უფრო ეფექტური არის მამაკაცებში ანდროგენეტიკული ცვენის სამკურნალოდ ვიდრე ქალებში. ამ დროს წარმოიდგინეთ ადამიანის თავზე არის დაახლოებით 150,000 თმა. გადანერგვა ხდება ხოლმე რამდენი 4,000-5,000 გრაფტის. არსებობს ტელოგენური თმის ცვენები, რომელიც თუ კი სტრეს ფაქტორი, გამომწვევი ფაქტორი შეწყდა აღარ მუშაობს, ისედაც ჩერდება 2-3 თვეში და ხშირად სხვადასხვა რაღაცებს უკავშირებს ხოლმე, აი თქვათ რაღაც ადგილობრივი ტონიკი დაიწყო, ან დაიწყო რაღაცა შამპუნი და ამას დაუკავშირა თმის ცვენის გაჩერება. მთავარი სადონორო არე მაინც არის, რა თქმა უნდა, ანდროგენ დამოუკიდებელი არე, ეს არის კეფა და საფეთქელი, სადაც სწორედაც აი ეს დიჰიდროტესტოსტერონი თმის ღერს ვერ ასუსტებს და იქიდან აღებული თმა ამ ბუნებას ინარჩუნებს. ამ ბუნებას ინარჩუნებს, სწორედ ამიტომაც გადანერგილი თმა შემდეგ აღარ ცვივა. მე მინდა რომ გქონდეს დიდი ქოჩვარი. ნუ დამიზახებენ სიმპათიურს არაუშავს. ზოგი იტყვის რომ თვები არა მაქვს, ანუ ბევრი ტესტოსტერონი მაქვს და მე უფრო ლამაზი და სიმპათიური. თუმცა დავამსხვრიეთ ეს მითი. თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, თუმცა მისი მიზეზების სწორად განსაზღვრა ყოველთვის მარტივი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალურ მედიაში ერთმანეთს ეჯახება სამეცნიერო ინფორმაცია, პირადი გამოცდილებები, სხვადასხვა პროცედურის რეკლამა და სწრაფი შედეგის დაპირებები. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღ დიალოგს, რომელიც გახლავთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ ანდროგენურ ალოპეციაზე, თმის ცვენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე. განვიხილავთ რა როლი აქვს გენეტიკას, ტესტოსტერონსა და დიჰიდროტესტოსტერონს, როგორ დგინდება დიაგნოზი, რა ვიცით, მინოქსიდილის, ფინასტერიდის, თმის გადანერგვისა და სხვადასხვა პროცედურის შესახებ. რამდენად სანდოა თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნები და რომელი გავრცელებული მითები შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი. ეპიზოდს ვიწერთ ტრადიციულად პოდკასტარიაში და ჩვენი დღევანდელი სტუმარია დერმატოლოგი მაკა დოღოზაშვილი. დიდი მადლობა მაკა, რომ შემოგვიერთდი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ჩემი თანაწამყვანი ზურაბ ალხანიშვილი და მე სანდრო ჩხეკუშვილი. ქალბატონი მაკა უკვე იყო ერთხელ ჩვენთან სტუმრად, სადაც ვისაუბრეთ აკნეზე, ესე ყოვლის მოწველად და ცხადია ამ ეპიზოდის ბმულს მიუთითებთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ვიდეოს აღწერაში. მაკა, ჩვენ როდესაც შევათანხმეთ, რომ ამ თემაზე ვისაუბრებდით, თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ეს თემა დღეს ძალიან აქტუალური გახდა, ხო? ანდროგენური ალოპეცია, თმის ცვენა. ესეთი იქნებოდა ჩემი პირველი რამ გააქტუალურა ეს თემა დღეს? აი რატომ გახდა ესეთი მნიშვნელოვანი? კი, ნამდვილად ძალიან აქტუალური გახდა და ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, რომ აი მართლაც რამ განაპირობა, ანუ რაოდენობა მოიმატა თმის ცვენის პაციენტებმა მოიმატეს, თუ დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალა ამ დაავადების და ამ პროცესის მიმართ, ანუ თმის ცვენის მიმართ. შეეცვალათ პაციენტებს, ასე ვთქვათ, გარეგნობის მიმართ დამოკიდებულებაც. თავის თავს ძალიან ხშირად უყურებს დღეს პაციენტი, ადამიანი ზოგადად ასეთი ცხოვრება მოვიდა, სოციალური აქტივობა, თუნდაც სელფი მაგალითად, რომელიც არასდროს არ არსებობდა, ხო? Zoom-ი, მაგალითად, ვიდეო შეხვედრები სამსახურში. ესე იგი, ერთი არის, რომ ძალიან ხშირად ხედავს თავის თავს ადამიანი და უკვე იმ ესთეტიკურ პრობლემას, ისე საკმაოდ, ასე ვთქვათ, პრობლემურად აღიქვავს. აი, მარტივად რო ვთქვათ, მაგალითად, რაღაცა წლების წინ შეიძლებოდა ოდნავ აწეული შუბლის სამკუთხედები საერთოდაც ვერ დაეფიქსირებინა ადამიანს და დღეს მაგალითად უკვე ძალიან ისე დასაწყისშივე ადამიანი ამჩნევს ამას 22-25 წლის მამაკაცი ამას ძალიან კარგად ამჩნევს. და კაცებმაც დაიწყეს საკუთარ გარეგნობაზე უფრო მეტად ზრუნვა. უფრო მეტად ზრუნვა. კი, ამასაც ალბათ კიდევ ისიც რომ დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებიც დაიხვეწა და ინფორმაცია აღწევს პაციენტებამდე, რომ არსებობს კვლევით დადასტურებული ეფექტური მედიკამენტები, რომლითაც თუკი დასაწყისშივე მოხდა ჩართვა, უფრო მეტი არის ამ პროცესის შეჩერების
ასე ვთქვათ, ალბათობა კი მკურნალობის ალბათობა ეფექტური შედეგის მიღება და ასევე ვთქვათ თუ წლების წინ ექიმისთვისაც ეს დიაგნოზი დასტურდებოდა მხოლოდ კლინიკურად, ეხლა რადგან ადრეულ ეტაპზეც კი ვთქვათ ტრიქოსკოპიის საშუალებით თუნდაც დაწვრილებულ ღერებს ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩენს ექიმი, როცა ალოპეცია სულაც არ არის ჩამოყალიბებული, ესეც ნაადრევ მკურნალობაში გვეხმარება და ამ ფაქტორებმა ყველა ერთად განაპირობეს ალბათ ის, რომ აქტუალურია დღეს, კი. კეთილი. თან ალბათ ისიც არის, რომ თვითონ აი ეს თმის გადანერგვის პროცესიც, ხო? მე როგორც მახსოვს ადრე ესეთი უფრო მეტად აი ეს ნაწიბურს რო ტოვებდა და ამ შემდეგ და ეთყობა ესენიც ახლა რო აღარ არის, უფრო თამამად ეს ჩემი აზრია უბრალოდ, შეიძლება უფრო თამამად აკითხავდნენ სპეციალისტებს, რომ თუ გადანერგვა დაჭირდა, ნუ ხო, რაღაცა უფრო შეღავათიანი პროცესი ჩანს თითქოს. კი, ესთეტიურად თქვათ უფრო ნაკლებ გვერდით ეფექტელია, რომ მუდმივი დიდი ნაწიბური არ დარჩებათ. თერაპიული მკურნალობის მეთოდებიც უფრო დაიხვეწ, ამაზეც მისდის პაციენტს ინფორმაცია და ყველაფერი ერთად განაპირობებს ამას, რომ ხშირად მოგმართავენ თუ თქვათ 10-15 წლის წინ აი თავარი სასაუბრო თემა შეიძლება დერმატოლოგთან ყოფილიყო, უფრო თქვათ აკნე ეგზემა, ხო? ეხლა აი არ არსებობს პაციენტი, რომელმაც თმის ცვენაზეც არ დაგისვას შეკითხვა, რომ რატომ ცვივა თმები. ხო, აი ეს არის ზუსტად ჩემი შემდეგი შეკითხვაც, რომ რა არის ეს ანდროგენური ალოპეცია, რომ აუხსნათ მარტივად ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ანდროგენული ალოპეცია ეს არის ქრონიკულად მიმდინარე პროცესი, რომლის დროსაც თმის ღერი თანდათანობით განიცდის დაწვრილებას. დაწვრილებას, ფერის დაკარგვას, დამოკლებას, ამ პროცესს ერთი და ეს აქვს სახელწოდება მინიატურიზაციას ვეცახით, ან თმის ღერების თანდათანობითი მინიატურიზაცია და მერე ეს გამოიხატება ხოლმე კლინიკურად როგორ შუბლის ხაზის აწევით, ძირითადად შემდეგ შეიძლება გვირგვინის გამჭვირვალობის მომატებით კანი ჩანს თანდათან და თმების შემცირებით ვეძახით ამ ადგილებს ანდროგენ დამოკიდებულ ადგილებს. ეს არის შუბლის ხაზი, თხემი, გვირგვინი. ასე ძირითადად მამაკაცებში ხდება, ქალბატონებში უმეტეს შემთხვევაში წინა ხაზი შენარჩუნებული არის და პირველი, რასაც აქცევს ხოლმე ქალბატონი ყურადღებას, გაყოფის ხაზის გაფართოება არის. და უფრო დიფუზური ხასიათი აქვს დაცვენას, არა კონკრეტული ჩამოყალიბებული ალოპეციური უბნები, არამედ დიფუზურად შეთხელებული თმა აი ამ ზონებში, ძირითადად თხემი, საფეთქელი, გვირგვინი. და აი ეს მიზეზებიც რო თქვა, ეხლა რა შეიძლება იყოს, ხო ამის მიზეზი ხა რაღაცებია ახსენეთ უკვე და აი ყველაზე ხშირი მიზეზი რა არის ხოლმე აი თქვენ პაციენტებში? კი. ანდროგენეტიკული ალოპეციის თვითონ დიაგნოზიც პირდაპირ გვეუბნება. ნახეთ, წამყვანი არის გენეტიკა. ყველაზე მთავარი წამყვანი ფაქტორი არის გენეტიკა, დიჰიდროტესტოსტერონის როლი. ეს არის ჰორმონი, რომლის მიმართ თმის ფოლიკულების მგრძნობელობა განაპირობებს ამ დაავადებას, რომ ეს დიჰიდროტესტოსტერონი თანდათანობით იწვევს აი იმ პროცესებს, რაც ავხსენეთ, ღერების თანდათანობით დაწვრილებას. თუმცა არის სხვა ფაქტორებიც დღესდღეობით მარტო DHT-ზე არ ვსაუბრობთ. მთავარი ფაქტორი გენეტიკა და დიჰიდროტესტოსტერონია, რა თქმა უნდა, მაგრამ არის აი მეტაბოლური ფაქტორები უკვე ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ნადრევად დაწყებული ანდროგენეტიკული ცვენების დროს ხშირად ერთ-ერთი ფაქტორი მეტაბოლური დარღვევის სიმსუქნეც არის ხოლმე მაგალითად ინსულინ რეზისტენტობა. ასევე სხვა ფაქტორები, აი ვთქვათ, გარკვეული როლი ეკისრება რაღაცა მიკროანთებას ფოლიკულის გარშემო უკვე. აი ექსტრაცელულურ მატრიქსზე ვსაუბრობთ ხოლმე ღეროვან უჯრედებზე, ანუ ბევრი თანამედროვე მიმართულებებია, რაც გენეტიკასთან ერთად ამ ფაქტორებსაც აღნიშნავს და ეს რატო არის მნიშვნელოვანი, იცით, რომ მე სხვა მიმართულებებს აჩენს კურნალობის თვალსაზრისითაც, როდესაც ამდენი პათოგენეზი ხდება ცნობილი, შესაბამისად კურნალობაში სხვადასხვა სამიზნეები გვაქვს, რომელსაც კურნალობით უმიზნებთ და ასე ვთქვათ, მრავალ ფაქტორული მკურნალობით იღებ უფრო კარგ შედეგს. ანუ ვინაიდან ანუ გენეტიკა არის წამყვანი, მაგრამ მულტიფაქტორული. მე ამის ხილულ დასტურად ამაქვს და ჩემ ამბავსაც მოვყვები. მე დაახლოებით მე-11 კლასში რო ვიყავი, ეს თმამ როგორც ეძახიან, დაიწყო შეთხელება, ანუ ეს შუბლის ხაზი ცოტა ამივიდა და ნუ გავაძლიერე მოცვები და მაშინ რაც იყო ხელმისაწვდომი, რაღაცა ყველაფერი ჩავრთე ამ ჩემი თმის მოვლაში და ჩემი ხავსი, რასაც ვებღაუჭებოდი რა იყო, იცი, ეხლა შეიძლება მაყურებელს გაუკვირდეს, რასაც ვიტყვი. ფეხბურთელები რომ არიან, აჩი და შოთა არველაძეები და მესამე ძმა რომ ყავთ, რეზი არველაძე. ხო, ყველანი ძალიან გვანან ერთმანეთს. ამ ტყუპებს მებს ქოჩორი დღემდე აქვს სრულად
და მესამე ძმას გაცვენილი აქვს თმა უკვე რამოდენიმე 10 წლეულია დაახლოებით და მეთქი შეიძლება გადავრჩე, იმიტომ რომ მამა ჩემსაც და დედა ჩემის მამასაც ძალიან ადრეულ ასაკში გაცვიდა თმები და ნუ რა ვიცი, აი 32-ის ვარ და მე მგონი ეხლა აღმოჩნდა რომ გენეტიკა არ არის მოკლედ გადამწყვეტი და ჩემ შემთხვევაში. უნდა გვახსოვდეს რომ პოლიგენური არის, ამიტომ შეიძლება პირველი ხაზის ნათესავებს შეხედო და მელოტი იყოს, მაგრამ არ არის აუცილებელი. მაღალი არის კი ცხადია, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ იყო მელოტი. შეიძლება დედის ხაზის მეტი სიმელოტე გქონდეს, მამის ხაზით ნაკლები. იყო მოსაზრება თავის დროზე რომ მარტო დედის გენით გადადიოდა ანდროგენ რეცეპტორის გენი და თითქოს განაჩენი იყო რომ დედის მამა თუ მელოტი იყო, ადამიანიც შვილი ცხოვრობს. არ არის ნამდვილად პოლიგენურია და შეიძლება არ გამელოტდეს ადამიანი. თან თქვენ რაც თქვით სანდრო, აი ეს რომელი 15 წლის ასაკში 16-17 ხო აი ზუსტად ეგასაკია პირველი შუბლის ხაზის რეცესიას ვეძახით ოდნა ვიწევს თითქმის აი 80%-ში და ნორმად ითვლება მთავარია არ პროგრესირდეს მერე ხოლმე ეს პროცესი კეთილი და აი სხვა მიზეზებსაც რო ვისაუბროთ ძირითადად მაინტერესებს აი ყოველდღიური ქცევები რამდენად აჩქარებს ან ანელებს ამ ანდროგენურ თმის წვენას ან ზოგადად თმის წვენას მაგალითად თმის ვარცხნა, ქუდის ტარება და ასე შემდეგ აი ეს კითხვები აწუხებთ ხოლმე ადამიანებს ხშირად თმის ვარცხნა შეიძლება გახდეს მიზეზი ამას ტრაქციულ წვენას ვეძახით ჩვენ ვარცხნა იმდენად არა ვარცხნილობა ალბათ მოჭერილი ვარცხნილობა არის აი ცხენის კუც ეძახიან როდესაც ძალიან იჭერს ადამიანი და საფეთქლების არეში ჩამოყალიბებული ტრაქციის უბნები არის რომელსაც შემდგომში პრაქტიკულად ვეღარ უშველით თერაპიით და სასახად გადანერგვა არის ხოლმე საჭირო მარტო ქირურგიული ჩარევით ხდება აღდგენა ამიტომ აი თითქმის თხოვნით მიუმართავთ ხოლმე მშობლებს, ბავშვებს და ცეკვის მასწავლებლებს და ტანვარჯიშის ტრენერებსაც, რომ ბავშვებს ხანდახან ძალიან მკაცრ ვარცხნილობას თხოვენ. აი ეს უკან და შეკრული როა და გადაჭიმული ხო. რა ქვია ქართულად კოსას. არ ვიცი, იყოს კოსა. ატარებენ ძალიან მოჭერილს და აი შეიძლება არ ვიცი ისეთი მოჭერილი კონდეს, რომ აქ მიკროცირკულაცია თმის ფოლიკულს ერღვევა და მუდმივი ჩამოყალიბებული გამელოტებული უბნები ყალიბდება საფეთქლის არეში და ბავშვობის რამოდენიმე წელი არის ხოლმე სულ შეიძლება ეს პრობლემა, მაგრამ მთელი ცხოვრება მერე დატოვოს კვალი ამ არეებზე. ზოგჯერ პირიქითაც არის გამიგია, რომ აი ეს ზუსტად ეს მიკროცირკულაცია რო ახსენეთ თმის დავარცხნა და არა დავარცხნილობა შეკრულს არ გულისხმობ, თმის დავარცხნა ასტიმულირებს ამ მიკროცირკულაციას, ნუ როგორც ზოგიერთი ამბობს და შეიძლება ამან რაღაც ძალიან მცირედით მიზერულად შეანელოს ეს პროგრესირება თმის წვენის. ხო, რაღაცა მიკროცირკულაცია მნიშვნელოვანია ნამდვილად, მიკროცირკულაციის გაუმჯობესებასთან არის ერთ-ერთი კვლევით დადასტურებული მედიკამენტის სწორედაც დაკავშირებული, რომ აუმჯობესებს პერიფოლიკულურად მიკროცირკულაციას. ვარცხნით რამდენად შეიძლება ამის მიღწევა უფრო ალბათ მასაჟით ბორო პერიოდში, აი ნიდლინგზე, როლერებზე საუბრობენ, ესეც არის მიკროტრამვებით და ხო მასაჟის საშუალებით პერიფოლიკულურად მიკროცირკულაციის გაუმჯობესება, თუმცა ძალიან ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს, იმიტომ რომ შეიძლება ტრამვირება გამოიწვიოს ძალიან ესეთი აგრესიული ვარცხნით, პირიქით დააზიანო კიდეც თმის ღერი, თმის ფოლიკული. ზომიერად ვარცხნით, მე არ ვაშავებ. ძალიან ნაკლები პროცენტია. ხო, ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს მოკლედ. არა, ნამდვილად. აი ეს ტესტოსტერონის როლი ამაზე მინდა რომ კიდევ ვისაუბროთ რა, ანუ იმიტომ რომ ეხლა უნდა გადავით ასევე დიაგნოსტირება როგორ ხდება, ხო, ეგეც გვაინტერესებს, რომ აი ერთი ადამიანი, რომელსაც აინტერესებს, ან აწუხებს, ან ისე აინტერესებს, ეხლა რა ვიცი, იქნება რამჩნევს და რამე პროცესი დაწყებულია და ამ შემდეგ რომ მოდის, აი რა პროცედურას გადის. ეხლა მე როგორც ვიცი, ეს არის რომ ანალიზებს აკეთებს, ხო? მათ შორის არის ესე ფართო ცნობილი როგორც ტესტოსტერონის ანალიზი. აი ეგ რა პროცესია ეგ როგორ გითხრათ? ანალიზები სხვათა შორის ყველა შემთხვევაში არ გვჭირდება. დაზოგვა პაციენტის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ამ მიმართულებითაც. თუ კი მოვიდა პაციენტი მაგალითად ანდროგენეტიკული ჩამოყალიბებული თმის წვენით, მაგალითად ავიღოთ აი 26-27 წლის მამაკაცი, რომელსაც გენეტიკაში აქვს ანდროგენეტიკული ალოპეცია, ჩამოყალიბებული გამელოტებული უბნები აქვს შუბლის ხაზზე, გვირგვინზე, ან ტრიქოსკოპიულად, ეს არის კვლევის მეთოდი, არაინვაზიური, როდესაც აპარატის საშუალებით, რომელსაც აქვს დერმატოსკოპის მსგავსი აპარატი არის, რომელიც კარგად ტრიქოსკოპის რეჟიმში, რომლის საშუალებითაც თვალიერდება როგორც სკალპი,
ასევე თმის ღერები, პერიფოლიკულარული არე, მოწოდება რამდენად გაცხიმიანებულია, რამდენად გამოხატული სისხლძარღვებია. პირველ რიგში რამდენად წვრილდება თმის ღერი. და აი ამ ტრიქოსკოპიის საშუალებით ვადასტურებთ დიაგნოზს, ასევე კლინიკურ ჩივილებს ვაგროვებთ. არ არის აუცილებელი, რომ ტესტოსტერონის ანალიზი ჩაბარდეს. ტესტოსტერონის ანალიზს ვაბარებთ, თუ უკვე კონკრეტული კურნალობის გეგმა გვაქვს და საწყისი დონე გვაინტერესებს ტესტოსტერონის, რომ იმითი გარკვეული წარმოდგენა ჩამოგვიყალიბდეს საწყის მაჩვენებელზე და წამლის დოზირებაზე, თქვათ, რომლის დანიშნულსაც ფიქრობთ ან არ ვფიქრობთ, მაგალითად. ქალბატონების შემთხვევაში ცოტათი სხვანაირად არის, იმიტომ რომ ქალბატონებში გარდა გენეტიკისა და ანდროგენებისა, კიდევ უფრო ბევრი ფაქტორი შეიძლება ახდენდეს გავლენას. და ამ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეს სკრინინგ ტესტი, მაგალითად, თუ ვგულისხმობ მაგალითად ხშირად რკინა ფერიტინის ანალიზი გვჭირდება B12-ის. რა შემთხვევაში, როდესაც ანამნეზით ხვდები, რომ შეიძლება დიეტობდა კიდეც ადამიანი, მალნუტრიციას ჰქონდა ადგილი, რაღაცა სხვა ქრონიკულ დაავადებებს აქვს ასევე პაციენტის შემთხვევაში, ამ დროს ვირჩევთ, ანუ კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში რა ანალიზი შეიძლება დაგჭირდეს. რუტინული სკრინინგ ტესტები ყველა თმისმცემელ პაციენტში არ არის საჭირო. აი თუ მოვედი, მაგა მე ვარ პაციენტი, მოვედი, ანუ ეს გენეტიკური ნაწილი მაგალითად არა მაქვს, ხო? რა ვიცი, უყურე მამა ჩემი, პაპა ჩემი, ეს შემდეგ არავის არაწუხებდა დედის მხარეს, მამის მხარეს. მე მიზეზის დადგენა იწყება, ხო? უკვე ეს ექიმის კონსულტაციასთან. სტრესი არის თუ არა ესეთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება რომ ეს გამოიწვიოს ან დაწყებული პროცესი დააჩქაროს მაგალითად. აი ეს იგივე ტესტოსტერონზე ვსაუბრობთ, ეს მაღალი ტესტოსტერონი თუ ანალიზებს გავიკეთებ და იქ მექნება შეიძლება თუ არა რომ რისკ ფაქტორად მივიჩნიოთ ამ შემთხვევაში და ის სხვა არა ვარიანტები არსებობს აი მაგაზე მინდა რომ უფრო ისეთი ნათელის ჩამოგვიყალიბდეს რა კი სხვათა შორის ეს მაღალი ტესტოსტერონი მაქვს და ამიტომ გავმეულოდდი არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მითი საქვეყნოდ ცნობილი ყველას ეშლება ხოლმე ეს ძირითად შემთხვევაში ანდროგენოტილი ალოპეციით პაციენტებს ტესტოსტერონი აქვს ნორმაში სრულ ნორმაში თავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ტესტოსტერონის გარდაქმნის პროდუქტი არის, ანუ გარკვეული ნაწილი ტესტოსტერონისა გარდაიქმნება უფრო შედარებით აქტიურ და ძლიერ ფორმად დიჰიდროტესტოსტერონად და არც დიჰიდროტესტოსტერონის ძალიან მაღალი დონე არ არის ხოლმე პრობლემა, თავარია თმის ფოლიკულების გენეტიკური გრძნობელობა ამ ჰორმონის მიმართ. აი მაგალითისთვის რომ გაუადვილდეს მსმენელს თქვა შეიძლება ორი ერთნაირი პაციენტი რომელსაც ტესტოსტერონის ერთნაირი დონე ქონდეს და DHT-ის ერთნაირი დონე ქონდეს, ერთი იყოს ძალიან ბევრი თმით, მეორე იყოს სრულიად მელოტი, იმიტომ რომ მას გენეტიკურად აქვს ამ დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ გრძნობიარე ფოლიკულები. თმის ფოლიკულები. ეგ როგორ კეთდება მაგისი გრძნობელობის განსაზღვრა? გრძნობელობის განსაზღვრა ფაქტიურად აფასებ კლინიკურად ამას. კლინიკურად აფასებ, ვიზუალურად კი. და იცი ის ადგილები, სადაც არის ესეთი ფერმენტი, 5 ალფა რედუქტაზა ქვია ამ ფერმენტს და მისი ჭარბი რაოდენობა არის სწორედაც ამ ანდროგენ დამოკიდებულ ადგილებში. გულისხმობ თხემს, გულისხმობ შუბლის ხაზს, გვირგვინს, იქ არის ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ფერმენტი, რომელიც განაპირობებს აი ამ გარდაქმნას. ტესტოსტერონიდან დიჰიდროტესტოსტერონისკენ, მაგრამ გრძნობელობა განისაზღვრება გენეტიკით. კი, და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი გარეგანი დანამატის სახით მიღებული ტესტოსტერონის შემცველი ნივთიერებები არ ახდენს გავლენას თმის ცვენაზე? არა ახდენს აი უფრო ხშირად ტესტოსტერონის დანამატებს გააჩნია კიდევ რა იცით რა ასე ვთქვათ რა დანიშნულებით იღებს ხოლმე ამას ზოგჯერ ჯიმისთვის კი ესეც ძალიან ხშირად დასმული კითხვა არის რომ მაგიტო დავიწყე ამაზე საუბარი ეს არის ხოლმე ყველაზე ხშირად დასმული აი ორი ერთად წინააღმდეგო ნახეთ ესეთი გავრცელებული ის რაც ერთი სინდრომი რას თქვა აქვე უნდა ვთქვათ რომ ამის გაკეთება არ შეიძლება მაგრამ ნუ არსებობს ეს პრაქტიკა როცა ტესტოსტერონის ინექციებს იკეთებენ ფორმაში რაღაცისთვის მოკლედ
არ მოусმინოთ ამას პატარებო და მეორე არის რომ პირიქით როცა ვარჯიშობ და ამით იბუსტება ტესტოსტერონი ამას შეიძლება რისკი გაგიზარდოს კიდე თმის სვენის მაგრამ მეორე მხრივ ხო ისიც არის ფიზიკური აქტივობა და ეს ჯანმრთელობა აფერხებს თმის სვენის პროცესსაც ხო აი მან მინდა რომ სიმართლეში გავაინტერესოს მაგ შტულსაკ კი ფიზიკური აქტივობა და ჯანმრთელობა იმდენად მნიშვნელოვანია დღეს რომ ამას აი არანაირი არაფერი წინ არ უდგას და არასოდეს პაციენტს არ ვაძლევთ რეკომენდაციას რომ გააჩერე ვარჯიში იმიტომ რომ თმა არ დაგცვიდეს ანუ ძალიან მცდარია არასოდეს ამას მათ შორის თუ აქტიურად ვარჯიშობს და ძალოვან ვარჯიშებსაც აკეთებს პაციენტი თუ ეს ჩდება ფიზიოლოგიის ნორმებში თუ ეს ზესტრესი არ არის პაციენტისთვის იმიტომ რომ ზოგი უკვე ასე ვთქვათ თითქოს დამოკიდებულება არის ხოლმე ვარჯიშზე თუ ეს არის დღეში რამდენი საათი უკვე ეს სტრესს წარმოადგენს ორგანიზმისთვის ისე როგორც მაგალითად მარათონში რბენის შემდეგ შეიძლება ადამიანს დაეწყოს ტელოგენური ცვენა მეტითმა გადავიდეს ცვენის ფაზაში მიღებული სტრესისგან თუმცა თუ საუბრობთ ჯანსაღ ვარჯიშზე და ამ დროს ტესტოსტერონის ბუსტზე ამის ასე ვთქვათ აკრძალვას არასოდეს პაციენტებს არ რეკომენდაციას არ უწევთ თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ დანამატები თუნდაც ინექციით მიღებული ტესტოსტერონები, თუნდაც ანაბოლური სტეროიდები ყოველთვის შეიძლება გახდეს მომატებული ცვენის მიზეზი. უფრო სხვა მექანიზმები ირთვება ხოლმე ამ დროს, მათ შორის DHT-ით გარდაქმნაც. შეიძლება გენეტიკურად სრულიად არამიდრეკილ პირებში მაინც არ განაპირობოს გარედან მიღებულმა ტესტოსტერონმა და ანაბოლურმა სტეროიდმა თმის ცვენა, მაგრამ აი ცოტათი მაინც მოიმატოს გაჩნდეს რაღაცა ესეთი ტელოგენური ცვენის ეპიზოდები, მაგრამ გენეტიკურად მიდრეკილ პირებში, რომელთაც აქვთ ამ დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ მგრძნობიარე ფოლიკული, შეიძლება გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის ალოპეცია განვითარდეს, ვიდრე შეიძლება განვითარებული იყო, თქვათ ხო გვაქვს ნორუდის კლასიფიკაცია. პირველი ხარისხი, მეორე ხარისხი შეიძლება ესეთ გარედან მიღებულმა ანაბოლურმა სტეროიდმა გამოიწვიოს უფრო მაღალი ხარისხის ალოპეციის ჩამოყალიბება. კეთილი. და ეს ალოპეცია შეიძლება კიდევ უფრო ყველაზე მსუბუქი პრობლემა იყოს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ანდროგენული დანამატების ეგრეთ წოდებული სტეროიდების მიღებამ სხვა ბევრად უფრო მძიმე ჯანმრთელობისთვის საშიში შედეგები შეიძლება ჰქონდეს მათ რაღაცა ეს თვითნებურად მიღებას განსაკუთრებით კიდე. აქ ერთი პატარა კითხვა მინდა ჩავსვა, აი სულ აინტერესებს ხოლმე ხალხს ანდროგენური თმის ცვენა არის თუ არა გადანერგვის გარეშე რამენაირად შექცევადი, ანუ თუ არის ეს, აი, კი, ვიცი რომ პროგრესირების შენელება შესაძლებელია შემდეგ, აი, უკან ამოსვლა თუ არისო შესაძლებელი უკითხულობენ და ჩავკლათ ეს იმედები თუ აქ არის ასეთი, რომ ეს ორი კურნალობის მეთოდი ქირურგიული და თერაპიული ვერასდროს ვერ ცვლის ერთმანეთს. ვერასდროს ქირურგია არსებობს უკვე ძალიან მაღალი ხარისხის მინიატურიზაციის, ანუ გამელოტებული უბნების არეში თმის გადასანერგად და კურნალობა არსებობს ახალდაწყებული მინიატურიზაციის სამკურნალოდ. ერთადერთი პრეპარატი არის ფინასტერიდი, რომელსაც შეუძლია მცირე რევერსი, მაგრამ არა სრულად დაფიბროზებული უბნების, არამედ ძალიან ესეთი ასე ვთქვათ, შორსწასული მინიატურიზაციის პროცესის. თუმცა ახალი, ასე ვთქვათ, ფოლიკულის გენერაციას რაზეც ვეძახით, დღესდღეობით არ არსებობს არც ერთი მკურნალობის თერაპიული მეთოდი, რომელიც ახალი თმის ფოლიკულის გენერაციას მოგცემს. ანუ ამ შემთხვევაში აუცილებლად გადანერგვა არის საჭირო. კეთილი. მკურნალობაზე ხო არ გადავიდეთ ზურა მკურნალობის მეთოდებზე? ხო, მკურნალობაზე წმინდა რომ გადავიდე და მანამდე ეს ერთ დაბას უხდებ უბრალოდ, რა ის დიაგნოსტირების ეტაპი, ხო? ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი ყველა შემთხვევა ფაქტობრივად იქნება ინდივიდუალური, იმიტომ რომ ექიმის კონსულტაციით იწყება და იმის მიხედვით შეიძლება რაღაც გამოკვლევები დასჭირდეს, ან შეიძლება საერთოდ არაფერი არ დაჭირდეს. არის შემთხვევა, კი, რომ საერთოდაც დამატებითი კვლევა არის ხოლმე, რომ პაციენტი, თქვათ, ჩამოდის ან რაიონიდან გირეკავს და გეუბნება, რომ წინასწარ ანალიზები გავაკეთო, თქვათ, რომ უკვე მქონდეს ხელზე ვერაფერს ვერ ეუბნები, რადგან თმის ცვენა აქ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ კვლევები უნდა დაუნიშნო კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული კლინიკური ანამნეზის შეგროვებით, წყვეტ
უკვე ამ პაციენტს რა ანალიზის ჩაბარება ჭირდება. ხო, ესეთი უნივერსალური პაკეტი რაღაცა თმისცვენის ანალიზების პაკეტი, ტესტის პაკეტი არ არსებობს. არ არსებობს. და შემდეგ ხდება შეფასება. აი ზუსტად მკურნალობაც ამის მიხედვით ინიშნება, ხო? აი რა არის ის ინდივიდუალური ფაქტორები, რაც სიტყვაზე გადაგაწყვეტინებთ, რომ დაინიშნოს მაგალითად ჰორმონული თერაპია, რაღაც სისწავლების გაფართოებაზე, მიკროცირკულაციის გაფართოებაზე ორიენტირებული თერაპია, ან უკვე ქირურგიული, მიკროქირურგიული ჩარევით წახვიდეთ. აი რა ფაქტორებს აფასებთ ხოლმე? კი ბატონო. პირველ რიგში ასაკი, რა თქმა უნდა, ასაკი, სქესი, სტადია რა სტადიაზე გვაქვს ამ დროს თმისცვენა. აი ამ ყველაფერს პირველ რიგში ვაფასებთ, ხო? მაგალითად, ზოგჯერ აქვს სურვილი ახალგაზრდა მამაკაც მოვიდა, პატარა სამკუთხედები აქვს, გადასანერგი შეიძლება ითქვას, მაგრამ იმდენად აგრესიულად მიდის მასთან დანარჩენ არეალში თმისცვენა, ანუ არის სწრაფად პროგრესირებადი თმისცვენა, რომ მასთან ქირურგიული ოპერაციის ჩარევა არის გარკვეული რისკის შემცველი, იმიტომ რომ გადანერგილ არეში, როგორც ვიცით, თმა აღარ ცვივა და შეიძლება მის უკან პროგრესირდეს აქტიურად თმისცვენა და ამ დროს პირველ რიგში კარგად უნდა გავერკვეთ რას, რომ რამდენად პაციენტი დაიწყებს თერაპიულ მკურნალობას, რამდენად მისთვის ეს მკურნალობა იქნება მისაღები, პირველ რიგში აი თქვათ თუნდაც ეს ყოველდღიური რუტინის წარმოება, რამდენად არის მისი, არ არის ხოლმე რთული ეს საუბარი, არის 1-2 წუთიან რუტინაზე, მაგრამ მაინც ყოველდღიურად გასაკეთებელია. ხო, ზოგჯერ პაციენტისთვის სრულიად მისაღებია და აკეთებს, ზოგჯერ ანუ ის თუნდაც ერთი ფრაზა რომ პაციენტი მოისმენს, რომ ეს უნდა ყოველდღიურად გააკეთოს, უკვე წაუხდენს ხოლმე ხასიათს მკურნალობის, ასე ვთქვათ. ზოგი იმდენად მარტივად ანუ იტყვის, რომ ნუ კბილის ჯაგრის ხო ვიყენებ ყოველდღიურად, ასე გამოვიყენებ, ვთქვათ ამ მედიკამენტსაც და ძალიან მარტივად ჩასვას რუტინაში. ამიტომ ამ დიალოგის წარმოება პაციენტთან პირველ რიგში არის აუცილებელი, რამდენად მისთვის მისაღებია ყოველდღიური რუტინა. შემდეგ დანიშნულმა მკურნალობამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვერდითი ეფექტები არ უნდა მოგვცეს. და პაციენტს მოხსნამ არ უნდა მოუწიოს მედიკამენტის და შემდეგ უნდა მივიღოთ კარგი ეფექტი. აი, როდესაც ამ სამივეს კარგად დააგმაყოფილებს ახალგაზრდა პაციენტი პროგრესირებადი თმისცვენით, შემდეგ მასთან გადანერგვაც ხდება უფრო უსაფრთხო. მეორე შემთხვევა არის, როდესაც უკვე შორსწასული ცვენაა, ჩამოყალიბებული გამელოტებული უბნები და თავისთავად დასტაბილურებული პროცესი. აღარ პროგრესირებს ისე ძალიან. კარგი სადონორო არის აქვს პაციენტს. ამ შემთხვევაში პირველი არჩევანი იქნება, რა თქმა უნდა, თმის ტრანსპლანტაცია. იმიტომ რომ რისკები არის ძალიან დაბალი ამ პაციენტთან, რომ ცვენა გაჩერებულია და შეიძლება ნელა რა თქმა უნდა პროგრესირებს, მაგრამ არა ისე რომ სწრაფად გაჩნდეს ახალი გამელოტებული უბნები, გადანერგილი უბნების უკან. ამიტომ ამ დროს ძალიან თავისუფლად შეიძლება პაციენტმა დაიწყოს გადანერგვით და გადანერგვის შემდგომ პერიოდში სურვილის მიხედვით და ზოგჯერ საჭიროებაც მოითხოვს დაამატოს თერაპია. თუმცა თუ არ გამოვიდა თერაპიის დამატება, ეს რაღაცა დიდ ტრაგედიას არ გამოიწვევს. ახალგაზრდა ასაკში შეიძლება ეს იყოს ძალიან ასე ვთქვათ, დიდ ტრაგედია დავარქვათ, ან როგორ გითხრათ, დიდ კი ემოციურ სტრესთან დაკავშირებული, რომ პაციენტს მოუხდეს მკურნალობის შეჩერება, დარჩეს წინ გადანერგილი ზოლი და უკან გამელოტებული ადგილი. ხო, რაღაც ძალიან ისე იქნება, ხო, დამატებით გადანერგვის სესიები დაჭირდეს. ამიტომ პირველ კონსულტაციაზე ამის ძალიან ისეთი შეფასება ხდება. სადონორო არე რამდენად გვაძლევს საშუალებას ხოლმე, რომ შემდეგ თუნდაც მოუხდეს პაციენტს მკურნალობის შეწყვეტა, კონდეს რესურსი დამატებით გადანერგვის სესიების ან ამაზე გავაფრთხილოთ, რომ თუ ახლა გაიგეთებ, მე შეიძლება კიდე განმეორებით დაგჭირდეს. ან პროგნოზირების მიხედვით წყვეთ. დიახ. ხო, და თან ნუ ეს შემანარჩუნებელი ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მე რომ იყოს ამ დანიშნულებას და კი, ამიტომაც თავიდან უყვა აი მისთვის რომ 7-დან ვიყოთ, ასე ვთქვათ 6-9 ხანდახან 12 თვიანი პერიოდი გააჩნია პაციენტის ასაკს, თუ ძალიან ახალგაზრდა დაჯობია, კარგად მიხვდეს რასთან აქვს საქმე, თერაპიას გულისხმობ და რამდენად მისაღებია ეს მისთვის. კეთილი, აი ჩემი სცენარი რო განვიხილე, ხა არ მინდა ვიღაცებს გული ვატკინა, შე რა გაწუწუნებსო, ვეთყიან ალბათ, აი მე რაც თქვი რა, ნუ ბოლო კლასებში ბაშადავს და იმის მერე ძალიან ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვატყობ რომ იწხელდება, ხა ხვდები რომ ის ჯერ არ არის ეს საქმე რომ გადანერგვა დამჭირდეს, მაგრამ აი ჩემ შემთხვევაში რა, როცა მაქვს იმისი მოლოდინი რომ სიტყვაზე
უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში შეიძლება ეს შუბლის ხაზი ნელ-ნელ ავიდეს. აი, ჩემ შემთხვევაში ოპტიმალური ჩარევა რა იქნებოდა? ეს პრეპარატი, რომელიც ანელებს სიტყვაზე თმის ცვენას, რა თქმა უნდა, ეხლა მე აქ დიაგნოზის დადგენას და იმას ვერ მოგთხოვთ ამ ტრიქოსკოპის და ასე შემდეგ იმის გარეშე, მაგრამ აი მაინც რა რო ჩავთვალოთ, რომ ჩემი თმა ძალიან ნელა პროგრესირებადაც მცვივა. აი რა იქნებოდა შერჩევის კურნაო? ასეთი თქვენ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენი შემთხვევა რო ავიღოთ, იდეალური ვარიანტი იქნებოდა რა? დაფიქსირება დღევანდელი სიტუაციის, მაგალითად, თუნდაც არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არის Pathfinderis სახელწოდებით ცნობილი, აქვს ხელოვნური ინტელექტის პროგრამა Trico-Scale ქვია, რომელიც დაითვლის მაგალითად ამ შემთხვევაში რა სიხშირე არის თქვენი თხემის არეში, გვირგვინის არეში, კეფის არეში, საფეთქლის არეში, ამას ციფრულად დაიმახსოვრებს, თვითონ ციფრებში დაიმახსოვრებს, კარგად ბევრ მაჩვენებელს 1 კვადრატულ სანტიმეტრზე რამდენი თმა გაქვთ, რამდენად დავიწროვებული არის, დაწვრილებულია ღერი, დიამეტრი როგორია, ამას შეაფასებს და მაგალითად შევადარებთ 6 თვეში ან 12 თვეში და წარმოდგენა შეგვექმნება როგორ პროგრესირებს. შეიძლება გავიდეს, იმიტომ რომ ანდროგენეტიკულ ცვენას აქვს ესეთი პლატო, ტალღა, შეიძლება ბევრი წელი სულაც არ პროგრესირდეს თქვენთან ცვენა და თქვათ მკურნალობა რომელიც არის ქრონიკული არ დაიწყოთ. ანუ ნახოთ შეადაროთ 1 წელიწადში და სრულიად იგივე ციფრი იყოს, ანუ საერთოდ არ იყოს პროგრესირებული, არ შუბლის ხაზი არ იყოს აწეული. და მეორე ვარიანტი, როდესაც ნახეთ, რომ პროგრესირებს ცვენა და იქ უკვე გვინდა რომ რაღაცა ჩავთოთ როგორც მინიმუმ 1 ტოპიური მედიკამენტი, ადგილობრივი სპრეი, რომელიც მოგეხმარებათ, რომ თმა გასქენდეს და ეს როგორ მუშაობს ეს პრეპარატები? შეგვიძლია დავით გენერიკულის დასახელებად შეგვიძლია ვთქვა. მინოქსიდილი ხო ეს არის? კი, აქტიური ნივთიერება. ხო, აი ეს პრეპარატებიც ხო ერთი ტიპის არ არის რა, ანუ მინოქსიდილი არის, კიდე თქვენ რაც ბრძანეთ ხო, ანტიადროგენული პრეპარატები, აი ამათ შორის როგორ ხდება არჩევა? სიტყვაზე თუ აღმოაჩინეთ, რომ ჩემი თმა ნელა, მაგრამ მაინც პროგრესირებს ცვენა. დღესდღეობით არსებობს დერმატოლოგიაში, ტრიქოლოგიაში, თმის ცვენის მართვაში მედიკამენტები, რომელსაც აქვს ძალიან მტკიცებულებები. კი, ასეთი ორი მედიკამენტი, რომლის უკანაც დგას ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ევიდენსი და მყარი მტკიცებულებები არის მინოქსიდილი და ფინასტერიდი. მინოქსიდილი არის მედიკამენტი, რომელიც ძირითადად მუშაობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესების გზით. თუმცა მისი, ასე ვთქვათ, შექმნა თავიდან ესეთი როგორც ხშირად ხდება ხოლმე ანეკდოტურ მასთან არის დაკავშირებული ფაქტთან, იყო წნევის დამწევი, კი, მედიკამენტი, ვაზოდილატატორი, წნევის დამწევი, კი და მე აღმოაჩინეს, რომ ჰიპერტრიქოზს იწვევდა, ანუ მთლიან სხეულზე თმის ზრდას და შემდგომში ლოკალიზებულად დაიწყეს მისი დანიშვნა თხემის არეში, სადაც უკვე შექმნეს, ასე ვთქვათ, ტოპიური საშუალება მინოქსიდილის. ტოპიკურია, თუმცა ბოლო პერიოდში ორალური ანუ ტაბლეტირებული ფორმით მისაღები მინოქსიდილიც ძალიან აქტიურად ინიშნება. მაგრამ აი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინით თუ ვიტყვით, მაღალი მტკიცებულებები უფრო აქვს ტოპიურ ფორმას დღესდღეობით, ვიდრე ორალურს. თუმცა აი FDA-ის მიერ მაგალითად ტოპიური მინოქსიდილი აღიარებულია, ტაბლეტირებული ფორმით მისაღები ჯერ არა, მაგრამ სულ უფრო და უფრო მატულობს მტკიცებულებების რაოდენობა და ბევრი ექიმი მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც, ამერიკაშიც ძალიან აქტიურად იყენებს ტაბლეტირებულ ფორმასაც მინოქსიდილისას და ამას თავისი, ასე ვთქვათ, საჭიროებები აქვს. ზოგჯერ არჩევანის გაკეთება გიწევს აირჩიო ტოპიკური თუ აირჩიო სისტემური. მას არჩევს პაციენტთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას. აი ახალგაზრდა ასაკში ტოპიური ფორმის გამოყენება უფრო მისაღებია, რადგანაც ტოპიური ფორმა ნაკლებ გვერდით ეფექტთან არის დაკავშირებული, ძირითადად დაკავშირებულია ადგილობრივ გვერდით ეფექტებთან. მაგალითად, სკალპის ირიტაცია, ცოტათი გაღიზიანება, წვის შეგრძნება, შეიძლება ცოტათი აქერცვლადობა გამოიწვიოს, ნაკლები სისტემური ეფექტი. ხანდახან კი იწვევს ახლომდებარე არეებზე, მაგალითად, ყურის ბიბილოებზე, ყურიმალების არეში, ველუსის, ანუ თმის ღინღლოვანი საფარის მომატებას. და ეს გარკვეულ დისკომფორტს განსაკუთრებით ქალბატონებში წარმოადგენს ხანგრძლივ გამოყენების შემთხვევაში უწევთ შემდეგ ამზედმეტი თმის მოშორება.
მაგრამ სისტემურ საშუალებას ახალგაზრდებში შეიძლება ახლავდეს რა, მაგალითად ჰიპოტენზია, ანუ წნევის ცოტათი ქვემოთ ჩამოწევა. ამიტომ მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ექიმთან ჭიდრო კომუნიკაციით, მხოლოდ და მხოლოდ ჭიდრო კომუნიკაციით შეიძლება მოხდეს ტაბლეტირებული მინოქსიდილის, დაბალდოზირებული ტაბლეტირებული მინოქსიდილის არჩევა. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ადგილობრივი ტოპიური მინოქსიდილი და თქვენ შემთხვევაშიც თქვათ სანდრო პირველ მედიკამენტად თუ კი პროგრესირებს, ამჩნევთ რომ პროგრესირებს თქვენთან მისვენა ზევითადის შუქრის ხაზი და გიწვრილდება დღერებით მის და გამჭვირვალობა მატულობს, შეიძლება რომ დაიწყოთ ადგილობრივი მინოქსიდილი. ხო, თუმცა ეს უნდა იყოს ყოველდღიური, რუტინული, ხანგრძლივი. და შეგვიძლია რომ აი ვთქვათ რომ პრევენციულად შეგვიძლია რომ ვიყენებდეთ? პრევენციულად არ შეიძლება. არა. პრევენციულად ნამდვილად არ შეიძლება. პრევენციად არ ვიყენებ, ხა ეს არის საქმე. ჩვენი კოლეგა საერთო მეგობარი არის ჩემი დერმატოლოგი და მის დანიშნულებით ვიყენებ. მაგრამ რატოაც ეს წარმომედგინა რომ სხვებსაც შეეძლოს რომ მარტივად პრევენციულად არა, ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ თახო ფორმებით სხვადასხვა, აი განსხვავება არის მაგაში, იმიტომ რომ სპრეებიც არის, კაფეებიც არის, ხო? ის ადგილობრივი მოხმარებისაც არის, როცა მედიკამენტზე არ ვსაუბრობთ. მაგათ შორის ამ მტკიცებულებების თვალსაზრისით არის რომელიმე პროდუქტურია? არა, ხო, შეიძლება საუკეთესო აი ბესტსელერს რასაც ეძახენ ითვლებოდეს კაფის ფორმა, რატო იცით ძალიან სწრაფად შრება, ნაკლებ დისკომფორტს უქმნის პაციენტს და ბევრს უყვარს კი. ნაკლები პროპილენ გლიკოლსაც ხშირად არ შეიცავს ხოლმე კაფის ფორმა და იმ ირიტაციას და გაღიზიანებას უმეტეს შემთხვევაში თვითონ მინოქსიდილი კი არ იწვევს, არამედ გადამტანი ნივთიერება და ხშირად შეიძლება ეს გადამტანი ნივთიერება იყოს პროპილენგლიკოლი, რომელიც სპრეიში დაწვეთის ფორმაში შეიძლება უფრო იყოს, თუმცა მაღალი პროცენტი პაციენტებისა საქართველოში უფრო სპრეიზე არის, იმიტომ რომ თავისუფალ გაყიდვაში ძირითადად სპრეის ფორმა. სპრეი არის, ხო. ჩვენთან სპრეი. და ამას როგორც ბოლო ეტაპად ისე იყენებენ თმის მოვლის რუტინაში დაბანის და იმის შემდეგ, ხო? ალბათ რომ ეს არ ჩამოგივიდეს. დღეში ერთხელ ან ორჯერ, ერთხელაც შესაძლებელია ორჯერაც. ერთხელაც ეფექტურია, დანიშნულებით კი ზოგიერთ შემთხვევაში გვჭირდება პროინტესზე და მე მიიღო შხაპი, მაგალითად შეიძლება იმის ეფექტი. აზრი მინიმუმ 4 საათი ექსპოზიცია ჭირდება, რომ შეწოვა მოხდეს ყველაზე მინიმუმ. რაც მეტი დრო მით უკეთეს. და სისტემური რო ახსენეთ, ხანდახან კონკრეტულ შემთხვევებში ნიშნება ტაბლეტირებული ფორმა. ეს გვერდითი მოვლენა, ნუ ერთი ვთქვით, რომ ჰიპოტენზია შეიძლება იწვევდეს და ახალგაზრდებში შეიძლება ეს პრობლემა იყოს და ასაკიან ადამიანებში შეიძლება ჰიპოტენზია, განსაკუთრებით უკვე მედიკამენტს იღებს პაციენტი, ესე შეიძლება პრობლემა იყოს, ხო? კი, აუცილებლად გაფრთხილება ხდება. არა მარტო ჰიპოტენზიას, შეიძლება სისტემურ ჰიპერტრიქოსთმიანობის მომატებას კი ბატონო, ასევე შეიძლება სითხის შეკავებას, აი აღმოაჩინოს ადამიანმა, რომ აქვს მაგალითად კუთუთოების შეშუპება, სახსრებთან შეშუპება. არ არის მარტივი მედიკამენტი, ანუ სისტემური მინოქსიდილი, ვთქვათ, ძალიან დიდი სიფრთხილით ინიშნება გულის რითმის დარღვევით პაციენტებში, კარდიოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტებში. დიახ. ამიტომ და რა შემთხვევაში ენიჭება აი ეს გაღიზიანება და ის თუ ხდება მარტო მაგ შემთხვევაში ენიჭება? მეტი ეფექტურობა ახასიათებს ადგილობრივთან შედარებით ტაბლეტირებულს და არიან პაციენტები, რომლებსაც აი ეს რუტინა ყოველდღიური იმდენად ღლის შეზევა, იმდენად დიდ დროს ართმევს სპრეის, რომ ურჩევნია ადვილად მიიღოს ტაბლეტირებული ფორმა. ხო, მე დროს არ მართმევს ნამდვილად, ეხლა რა უნდა? მაგრამ ეზარება. ტაბლეტირებული მერჩივნებოდა. ნუ აი ახალი რაღაცის ჩართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო, მოზრდილას აქვს. კანონზომიერებაც აღმოაჩინა, რომ თვითმკურნალობა ვისაც აქვს დაწყებული, ძალიან ხშირად მთავრდება ხოლმე, ასე ვთქვათ, არასწორი მიმართულებას იძენს, იმიტომ რომ ხშირად პაციენტს აი ბევრი რამე აშინებს, მათ შორის ადგილობრივი მინოქსიდილთან მიმართებაში. ხო, მაგაზე მინდოდა რომ მეკითხა, იმიტომ რომ ეხლა ჩემ გარშემოც სულ რაღაც უცნაური სკოპიკაც ჩემ გარშემო რაც ხდება, მაგრამ ეგრეა და ჩემ გარშემო, ანუ ხელმისაწვდომი გახდა ეს სხვადასხვა საშუალებები, რომ გამოიწერო, იყიდო, ესე ოფიციალურად არ ეხლა ჩვენთან აპტეკებში არ იყიდება რა, მაგრამ ნუ გახდა ხელმისაწვდომი. და აი ამ ეს ხო წესით ის რა ქვია მეორე მედიკამენტს ფინასტერიდი ხო და კიდე კომბინაციაში და ესენი ხო რეცეპტის გარეშე წესით არ უნდა გაიცემოდეს მინოქსიდილი ადგილობრივი რეცეპტის გარეშე გაიცემა არა ის მეორე ფინასტერიდი არ უნდა გაიცემოდეს თუმცა ხელმისაწვდომობა საქართველოში ისევე როგორც ბევრი სხვა მედიკამენტის არის კი რეცეპტის გარეშე
ხო, იმიტომ რომ მაგისი ეხა მინოქსიდილის გვერდითი ეფექტები დიდათ არაფერი არ არის მოსატანი იმის გვერდით ეფექტებთან, ხო? თუმცა მინდა გითხრათ, რომ ფინასტერიძე ხელმისაწვდომობა ბოლო პერიოდში შეიზღუდა, ანუ რეცეპტი აუცილებლად სჭირდება. რეცეპტული ჯგუფის მედიკამენტია, ჯანდაცვის საიტზე ყოველთვის იტვირთება ეს მედიკამენტი ოფიციალურად. ოფიციალურად მე ვაფიქრე იმაზე, რომ რაღაცებს არ ვიცი მე გზები როგორ ხდება, იწერენ ხოლმე რა. კი, ეს ხერხდება. მოგეთ მინდოდა ამით იმის ხაზი გამესვა იმისთვის, რომ არ არის ფლად გონიურული გადაწყვეტილება შენი. ნამდვილად არა. ექიმის კონსულტაციის გარეშე ტოპიური მინოქსიდილის დაწყებაც კი თვითმკურნალობა არ არის, იმიტომ რომ უხშირ შემთხვევაში პაციენტი ამბობს, რომ აი მაგალითად დამეწყო ცვენა და შეწყვეტს მკურნალობას ამ დროს. ეს არის ძალიან მარტივი დასაწყისი ცვენის ფაზა, შედინგის ფაზას ვეძახით, რომელიც ძალიან მარტივად რამოდენიმე კვირაში გადაივლის, პირიქით მკურნალობის ეფექტურობაზე მიუთითებს ხოლმე. მინოქსიდილის შემთხვევაში. მინოქსიდილის ადგილობრივი მინოქსიდილის შემთხვევაში და თვითმკურნალობის შემთხვევაში პაციენტი მოსულა და ამ დროს შეუწყვეტია პირიქით მკურნალობა, როდესაც ეს იყო პირიქით ეფექტურობის მაჩვენებელი სიმპტომი. დავამატებ, რომ ეხლა რამდენჯერმე ხაზი გავუსვით, რომ როგორი მნიშვნელობა აქვს რა ამ შემთხვევაში დერმატოლოგის კონსულტაციას და კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენს მსმენელებსა და მაყურებელს გავახსენო, რომ თუ კი გაწუხებთ რაღაც დერმატოლოგიური პრობლემები, ეს შეიძლება ზოგადი დერმატოლოგიური პრობლემები იყოს ან თმის სვენასთან დაკავშირებული, შეგიძლიათ რომ ასეთ შემთხვევაში ექიმოს აპლიკაციას ისევ მიმართოთ და მარტივად მოძებნოთ თქვენთვის სასურველი დერმატოლოგი EBEX-ის ნებისმიერ კლინიკაში დაჯავშნათ ვიზიტი, გადაიხადოთ ონლაინ რეგისტრაციის გარეშე, პირდაპირ შეხვიდეთ ექიმთან, კონსულტაციის შემდეგ უკვე თქვენი სამედიცინო ისტორია, გამოკვლევის პასუხები და დანიშნულება პირდაპირ აპლიკაციაშივე იქნება შენახული. ხოლო თუ ექიმმა რაღაცა კანის მოვლის სპეციალური საშუალებები ან მედიკამენტები დაგინიშნათ, ერთი თითის დაჭერით შეგიძლიათ ის ონლაინ აფთიაქის კალათაში გადაიტანოთ და სახლში გამოიძახოთ, ან შემდგომში გაიტანოთ აფთიაქიდან. გარდა ამისა, ექიმოს დახმარებით შეგიძლიათ რომ გამოიძახოთ EBEX-ი ლაბის სახლში, თუ კლინიკაში მისვლას ვერ ახერხებთ ან გეზარებათ და ასე შემდეგ, უბრალოდ მიმართოთ აი ამ სერვისს. იმ შემთხვევაში თუ ყავთ არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, შეგიძლიათ რომ თქვენს პროფილში დაამატოთ მათი პროფილებიც და უკვე ერთ აპლიკაციაში გექნებათ მთელი ოჯახის შესახებ ინფორმაციაც, რაც ასევე დამატებითი სერვისი ამ აპლიკაციის შემთხვევაში. შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა შეღავათით, იქნება ეს EBEX-ის შიდა ფასაკლებები თუ პარტნიორი კომპანიების მიერ შექმნილი სპეციალური პროგრამები, სწორედ აი ამ ექიმოს აპლიკაციაში. გადმოიწერეთ ექიმო App Store-დან ან Google Play-დან შესაბამის ჩამოსატვირთ ბმულს ნახავთ აი ამ ვიდეოს აღწერაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ექიმოს აი ამ არაჩვეულებრივი აპლიკაციისა და შესაძლებლობებისთვის, რომ გვიმარტივებს ცხოვრებას. ფინასტერიდის დანიშნა, ან როგორ ვხვდები, მეორე რიგის პრეპარატია თუ სხვა ტიპის პაციენტთა ჯგუფებისთვის ინიშნება? აი რა შემთხვევაში იქნებოდა ფინასტერიდი ჩემთვის შესაბამისი არჩევანი? მინოქსიდილი და ფინასტერიდი ორივე პირველი რიგის პრეპარატებია, უბრალოდ მართი დანიშნა არ დანიშნის საკითხი აუცილებლად არის ექიმისა და პაციენტის მჭიდრო კომუნიკაციის, კლინიკური ჩივილების შეგროვების, ახლო გეგმების, აი ყველაფრის განხილვის შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ვერასოდეს მაგალითად ფინასტერიდის დანიშნვის ესე რუტინულ რჩევას ვერავის ვერ მისცემ, იმიტომ რომ არის ასოცირებული გარკვეულ გვერდით ეფექტებთან ფინასტერიდი. თუ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან ეფექტური მედიკამენტი, მუშაობს 80-90%-ში და იწვევს დაწვრილებული ღერების უფრო გამსხვილებას, თმის საფარველის 20-30%-ით გაუმჯობესებას, მაინც ეს არის მედიკამენტი, რომელიც აუცილებლად ექიმთან ერთად ინიშნება. ხო, და მოდი მინდა რომ ამ მიზეზებზეც ვისაუბროთ, აი რამდენად შესაძლებელია რომ ისე ვისაუბროთ, რომ თან არ შევაშინოთ ხალხი და თან სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. აქვე აგერ ჩვენი მეგობრები არიან, ანუ ბიჭები, რომ ყველა საინტერესებს ახლა ეს საკითხი. იმიტომ რომ აქ ჩვენ ფინასტერიზე რასაც საუბრობთ, ახლა ამბობთ ხაზი გავუსვით ესე სიფრთხილით იმას, რომ აქ საუბარი არის იმ ლიბიდოს შემცირების ნაწილზე, ხო, რომელიც შეიძლება აშინებთ ხოლმე ადამიანებს, ან ჰგონიათ ხოლმე პოტენციის დამაქვეითებელი, ხო, ეს ორ ნაწილს ერთმანეთთან. აი მოდი ამას ნათელი მოვფინოთ, რომ PSA-ის მაჩვენებელზე შეიძლება იმოქმედოს და ხო, აი ყველა სუვითარდება თუ არა და ასე შემდეგ. კი, როგორ მუშაობს ფინასტერიდი, ჯერ ეს თქვა, ფინასტერიდი რას აკეთებს ეს მედიკამენტი? ეს არის მედიკამენტი, რომელიც
რომელიც ახდენს 5 ალფა-რედუქტაზა წეღან მოახსენეთ ეს ფერმენტი, აი ამის დაბლოკვას და შესაბამისად, როგორ ის გზა რაც წეღან აღნიშნეთ, რომ ტესტოსტერონის გარდაქმნა დიჰიდროტესტოსტერონად ვეღარ ხდება და შრატში დიჰიდროტესტოსტერონის რაოდენობა მცირდება. მცირდება როგორც სისხლის შრატში, ასევე თმის ფოლიკულშიც და ჩვენ სწორედ მისი ეს ეფექტი გვაინტერესებს, რომ თმის ფოლიკულში დიჰიდროტესტოსტერონის შემცირებული რაოდენობა შესაბამისად გადარჩენილ თმის ღერებს უდრის და ნიშნავს, კი ბატონო. დაახლოებით 60%-ში ეს მედიკამენტი არის გვერდით ეფექტებთან ასოცირებული, რაც არის გუნება-განწყობის, ლიბიდოს პოტენციის დაქვეითება და როდესაც თუნდაც პაციენტი პირველად ამ ინფორმაციის შესახებ იღებს არა ექიმისგან, არამედ სოციალური ქსელიდან და ღებულობს ამას ცოტა შეიძლება შეცვლილი ფორმითაც, პირველი მასთან ჩდება ძალიან ძლიერი შიში, ასე ვთქვათ და მერე მიდის ექიმთან და მერე დაწყებული მკურნალობა, ხშირად შეიძლება იყოს დაკავშირებული ეგრეთ წოდებულ ნოცებო ეფექტთან. რას ნიშნავს ეს ნოცებო ეფექტი? პლაცებოს შებრუნებული ეფექტია, როდესაც პაციენტი არის გვერდითი ეფექტის მოლოდინში და ეს მოლოდინი ამ გვერდითი ეფექტის აღქმას ასე ვთქვათ, აძლიერებს. ხო, ეს არ ნიშნავს, რომ გვერდითი ეფექტი შეიძლება მას არასოდეს არ ქონდეს, შეიძლება ქონდეს, მაგრამ ცალსახად წინასწარი შიში მედიკამენტისა შეიძლება ამ ნოცებო ეფექტს აძლიერებდეს. ამიტომ აი ეს თუნდაც განხილვა ფსიქოლოგიური ფაქტორების, რამდენად პაციენტი არის რეალისტი, რამდენად მას უკვე ქონდა რაღაცა მაგალითად შფოთვა ან დეპრესიული ეპიზოდები, თუნდაც ანტიდეპრესანტის მიღების ეპიზოდები, შეიძლება მედიკამენტი ამ შემთხვევაში იყოს უფრო ნაკლები არჩევის და აქცენტი გააკეთო მეორე პრეპარატზე, მინოქსიდილზე. თუმცა კომბინაცია ამ ორი მედიკამენტის ყოველთვის უფრო ეფექტურია ხოლმე, როდესაც სხვადასხვა მიმართულებას ირჩევ მინოქსიდილის შემთხვევაში მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, ხოლო ფინასტერის შემთხვევაში დიჰიდროტესტოსტერონის დაბალანსებას, რაოდენობის დაბალანსებას. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვით ახლა, იმიტომ რომ აი აღქმა, რომ აი თუნდაც ეს ლიბიდოს დაქვეითება, თქვენ ახლა 3-4%-ში შეიძლება რომ იყოს, ხო? და ისე არის ხომ თითქოს აუცილებლად ესე არის. და როცა გადაწყვეტილებად გება ხოლმე, რომ აი ეხლა რომ მივიდე თუ კი დამჭირდა მე იქ რაღაცა და მკურნალობის დაწყება, ეს კი გულისხმობა მედიკამენტების მიღება, მას ეს ეფექტი აქვს, ან თითქოს 100%-ით ეს უნდა დაგემართოს, ხო? ამ დროს დანარჩენ 95%-ში არაფერი არ ხდება. ყველაზე დანარჩენ 96%. კი ბატონო, აი დაუშვათ და მოხდა ეს. მართლა მოხდა ოღონდ ამას ნაცებოს ეფექტი კი არა, ხან მართლა მოხდა. მაგ შემთხვევაში ეს მედიკამენტის შეწყვეტის საფუძველია თუ პაციენტს უნდა რა თქმა უნდა. არის ძალიან, აი როგორ გითხრათ, მაღალი მასშტაბის რანდომიზებული ესეთი პლაცებო კონტროლირებადი კვლევები, როდესაც პაციენტი რომელსაც გვერდით ეფექტი დაუფიქსირდა, გააგრძელა მკურნალობა და გვერდითმა ეფექტმა გაუარა. ერთი ეს ვარიანტი. მეორე შემთხვევა, როდესაც პაციენტს გამოუვლინდა ჩივილები და მოიხსნა მედიკამენტი, რამოდენიმე კვირაში საწყის ნიშნულს უბრუნდება დიჰიდროტესტოსტერონის დონე და ყველანაირი ჩივილი გადის. თუმცა დღემდე არსებობს, რა თქმა უნდა, ესეთი სინდრომი, რომელიც ცნობილი არის პოსტ-ფინასტერიდული სინდრომის სახელწოდებით. ეს არის ადამიანები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ფინასტერიდის მოხსნის შემდეგაც კი მათ გარკვეული ჩივილები დარჩათ. თუმცა სამედიცინო კვლევებით, სამედიცინო საზოგადოებების მიერ პოსტფინასტერიდული სინდრომი დღემდე არის დისკუსიის საგანი, არის თუ არა პირდაპირ ფინასტერიდთან დაკავშირებული. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ფსიქოლოგიური გვერდითი, ემოციური ნაწილით, თუმცა რა თქმა უნდა პაციენტისთვის სულ არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ფსიქოლოგიური გვერდითი ეფექტი თუ ნამდვილი, ამიტომაც აი ეს პირადი საუბრები პაციენტთან ძალიან მნიშვნელოვანია. დოზის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია და ის რომ ვიცოდეთ რომ ეს არის ჩვეულებრივი მედიკამენტი, ფართოდ დანიშნული მედიკამენტი მთელ მსოფლიოში, რომელსაც შეიძლება ქონდეს თავისი პოტენციური სარგებელი, თავისი პოტენციური რისკი და აი ამ ყველაფრის შეჯამებით და სწორი ინფორმაციის და არა დეზინფორმაციის მიღებით, რომელიც ძალიან დიდი დოზით არის სოციალურ ქსელებში, მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, მიიღებს თუ არა ამ მედიკამენტს
პაციენტი. კი ბატონო, და აქაც გვაქვს ტოპიკური და ტაბლეტირებული ფორმები თუ აქ როგორ არსებობს აქაც ტოპიური და ტაბლეტირებული ფორმები, თუმცა ტოპიურში მაინც შეზღუდული არის როგორც FDA-ის მიერ რეგულაცია ტოპიურ ფორმებში, ამიტომაც აქ პირიქით გაფრთხილებას იძლევა ხოლმე FDA, რომ თუ ეს არის ესეთი ვთქვათ კერძო პატარა რაღაცა აფთიაქების მიერ მომზადებული ინდივიდუალური პროდუქტები, შეიძლება ეს სულ არ განსაზღვრავდეს იმას, რომ ადგილობრივმა ფინასტერიდმა არ მოქცეს შრატში დიჰიდროტესტოსტერონის შემცირება, ანუ მასაც შეუძლია შეამციროს, თუმცა იდეა ადგილობრივ ფინასტერიდის დანიშვნის არის ის, რომ მივიღოთ შემცირება მხოლოდ თმის ფოლიკულში დიჰიდროტესტოსტერონისა და არა სისხლში. მაგრამ ეფექტურობა ისევ და პოტენტურობა იმას მეტი აქვს. ტაბლეტირებულ ფორმას მეტი აქვს. ეთილი და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ქალებში არის ეს თმის წვენა, აქ უფრო უსაფრთხოდ ინიშნება ეს ფინასტერიდი, ვინაიდან ეს დიჰიდროტესტოსტერონის დონის დაქვეითება ქალებში შეიძლება უფრო ნაკლებ ღელვასთან და შფოთვასთან იყოს დაკავშირებული. აი აქ ისე მივადექით იმ საკითხს, რომ გენეტიკა ძალიან მკაცრი ფაქტორია მამაკაცების შემთხვევაში, ქალების შემთხვევაში გენეტიკასთან ერთად სხვა ფაქტორებს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ამას კიდევ ზუსტად იმითიც იგებენ, რომ ფინასტერიდი გაცილებით უფრო ეფექტური არის მამაკაცებში ანდროგენეტიკული ცვენის სამკურნალოდ, ვიდრე ქალებში. ქალებში მხოლოდ და მხოლოდ პოსტმენოპაუზალურ ასაკში, იშვიათ შემთხვევაში რისკის სარგებლის აწონდაწონვის შემდეგ ინიშნება ხოლმე, პრემენოპაუზალურ ასაკში ძალიან ნაკლებად უფრო ანდროგენ რეცეპტორის ბლოკერი ინიშნება ხოლმე ამ შემთხვევაში. ქალბატონებში სპირონოლაქტონის სახელწოდებით არის ცნობილი და არა 5 ალფა რედუქტაზეს ბლოკერი, ანუ ფინასტერიდი. ფინასტერიდი ქალებში, შეზღუდვა აქვს ის, რომ მაგალითად რეპროდუქციულ ასაკში, როდესაც არის ქალბატონი ნაკლებად ვიყენებთ, მათ შორის სპირონოლაქტონსაც ორსულობის შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია, ასოცირებული არის ნაყოფის ტერატოგენულობასთან და ხო აქ ხშირად უჩნდებათ ხოლმე, როდესაც წყვილი მოდის კითხვა, რომ მეუღლე რომ იღებს, ხომ არ არის გარკვეული გავლენა ნაყოფზე, როდესაც მამაკაცი იღებს, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ტერატოგენულობა ნამდვილად არ არის დადასტურებული, თუმცა შეიძლება აი ფერტილობის ნაწილში, თქვათ, კონდეს გავლენა. არის მცირე კვლევები, როდესაც ამბობენ, რომ კვლევები, ასე ვთქვათ, ამბობენ, რომ შეიძლება გარკვეულწილად, მაგალითად, სპერმატოზოიდების რაოდენობაში ამციროს. ამიტომ თუ კი აი ესეც განხილვის საგანია ხოლმე აუცილებლად, რომ თუ კი ვთქვათ, მამაკაცს უკვე აქვს ფერტილობის პრობლემა, მისი პრიორიტეტი არის მომდევნო 1 წლის განმავლობაში შვილის დაგეგმვა, ხო? რა თქმა უნდა, მასთან არჩევის პრეპარატი ფინასტერიდი არ იქნება. ბევრი რაღაცის არჩევა ხდება. ხო, არა, ზოგადად ამ საკითხზე როცა საუბრობ ექიმთან, ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება ხა სულ მაგას ამბობენ, რომ ეხა მელოდი კაცები ყველაზე სიმპათიურები არიან. მაგრამ მე ეგ შეუნა გადაწყვიტო რა, ეხა როგორ გინდა, მაგათ მე მინდა რომ გქონდეს დიდი ქოჩორი. ნუ დამიზახებენ სიმპათიურს არა უშავს. ხო, ზოგი იტყვის, რომ თვები არ მაქვს, ანუ ბევრი ტესტოსტერონი მაქვს და მე უფრო ლამაზი და სიმპათიური. თუმცა დავამსხვრიეთ ეს მითი, ხო, რომ მეტი ტესტოსტერონი და სიმპათია. თავში დამოგაყამენ ეს ტექნიკა. ასევე კიდე ერთი ის მინდა რომ ვთქვა, რომ ეს თქვენი ეს დარგი ზოგადად ძალიან ვითარდება, ხო, აი ყოველდღე რაღაცა სიახლეებს ხედავთ და სანამ ეხა სად კაი სიახლეებზე გადავალთ, ანუ ერთ-ერთი ის იყო, რომელსაც გავეცანი, ეს იყო კომბინირებული მედიკამენტი, რომელიც ახლა კლინიკურ კვლევებშია, ეს არის ფინასტერიდი, მინოქსიდილი და კიდე იყო ეს ლატანოპროსტი. ხო, აი ამ სამის კომბინაცია, ეს არის ეს ლატანოპროსტი გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ, მაგრამ აქ ხო ყველაფერი ესე არის სხვა რაღაც. წამწამის დაგრძელება ნახეს თავიდან გვერდით ეფექტად, მაგ ლატანოპროსტის გლაუკომის კი და აი ამ სამის კომბინაციით მიიღეს ძალიან კარგი შედეგი და თან ამავდროულად ის გვერდით ეფექტები, რომლებიც ამათ ცალკე აქვთ, ამ შემთხვევაში პრაქტიკულად არ იქნა გამოვლენილი, მაგრამ ჯერ კლინიკურ კვლევებზე ვსაუბრობთ, ანუ ეს ახლა ჯერ გამოყენებაში არ არის და არც არავის მიუმართავს ამისი რეგისტრაციისთვის. და ასეთი კიდე სხვა მედიკამენტებიც არის და აქტიური ნივთიერება კიდევ ერთი არის კორტექსოლონის სახელწოდებით, რომელიც როგორც ანტიანდროგენი აკნეს მკურნალობაში უკვე გამოიყენება, მაგრამ არის აქაც FDA-ის ასე ვთქვათ
warning-ი, რასაც ქვია ქართულად, გაფრთხილება, რომ ჯერჯერობით არავითარ შემთხვევაში, ანუ ასე ვთქვათ, კურნალობაში ანდროგენეტიკული ცვენის არ არის გაშვებული. იმიტომ რომ ჯერ კიდევ დამატებით კვლევებს საჭიროებს, რომ არ ახდენდეს კი. უამრავი კვლევა არის, უამრავი კვლევა მიმდინარეობს, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური არის ეს პრობლემა, თუმცა ის რომ არსებობს უკვე მედიკამენტები, არსებობს თერაპიული და ქირურგიული მეთოდი, რომელიც ძალიან მაღალ ეფექტურობას გაძლევს, უკვე კარგია. მთავარია, რომ არ მოხდეს თვითმკურნალობა, არ მოხდეს პაციენტის მიერ რაღაც გადაწყვეტილების ესეთი მიღება და ექიმთან შეთანხმებით შეიძლება რომ ისეთი კურსი დაინიშნოს, რომ მიიღოს შედეგი. ფინასტერიძე მექნება ბოლო დამაზუსტებელი შეკითხვა, ასევე მოვიძიე ინტერნეტში, რომ მას შეიძლება ზეგავლენა ქონდეს პროსტატის მიმართ სპეციფიკურ ანტიგენზე და მაინტერესებს რეალურად არის თუ არა ეს ასე და უნდა იცოდნენ თუ არა ამის შესახებ ჩვენმა მსმენელებმა. და უროლოგის კონსულტაცია ამ დროს გვჭირდება თუ არ გვჭირდება? კი, არის გარკვეული ასაკი, თქვა 40 წლის შემდეგ ხშირად მამაკაცებში ეს სკრინინგ ტესტი ტარდება, პროსტატ სპეციფიური ანტიგენი, რომ განიხილოს ექიმმა პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი. უნდა ვიცოდეთ, რომ ფინასტერიდი, როდესაც ინიშნება, პროსტატ სპეციფიური ანტიგენი დაახლოებით 50%-ით მცირდება. ამიტომ თუ კი მამაკაცი მაგალითად 40 წლის შემდეგ ღებულობს ფინასტერიც, ამის შესახებ მისმა მაგალითად კურნალმა უროლოგმა ან ოჯახის ექიმმა სასურველი არის იცოდეს, რომ არ ცდარი არ იყოს მისთვის ეს ციკლი. ანუ ამ შემთხვევაში თუ არის პაციენტი ფინასტერიტის მკურნალობის ფონზე და ჩაიტარა პროსტატ სპეციფიური ანტიგენის ტესტი, ის ავტომატურად უნდა გავამრავლოთ 2-ზე და ეს იქნება ჭეშმარიტი ციფრი. კი, ანუ ეს პრეპარატი ნიღბავს პროსტატ სპეციფიკური ანტიგენის რეალურ მაჩვენებელს და ორჯერ ნაკლებს გვაჩვენებს, ვიდრე შეიძლება იყოს. დიახ, იყო მოსაზრება, რომ ზრდიდა ავთვისებიანი პროსტატის განვითარების რისკს, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო დახვეწილ კვლევებმა მაჩვენა, რომ განაზრდის რისკს არამედ უბრალოდ მიღბავს PSA-ის სწორ მაჩვენებელს და უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კი ფინასტერიტის ფონზე ვატარებთ ამ კვლევას, მაჩვენებელი ორჯერ უნდა ორზე უნდა გამრავლდეს. ეს პერორალურ ფინასტერიტზე არის დიდი ალბათობით საუბარი და არა ტოპიკურზე. ტოპიკური ისეთ გავლენას ვერ იქონიებს PSA-ზე, როგორც პერორალური. დიახ, იგივე მედიკამენტი ვიცით, რომ პროსტატის კეთილშობიანი გადიდების შემთხვევაში ინიშნება გაცილებით მაღალი დოზით ფინასტერიტი, თუ მაგალითად თმის სვენის შემთხვევაში 0,2 მილიგრამიდან უკვე ეფექტურობა დასტურდება, პროსტატის კეთილშობიანი სიმსივნის შემთხვევაში 5 მილიგრამი, ანუ 20-ჯერ მაღალი დოზა ინიშნება. გადავიდეთ პროცედურებზე და ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ კომბინირებულ მკურნალობებზე, როგორც თქვი, უკვე ეს მეთოდები დაიხვეწა და პირველ რიგში მაინტერესებს თრომბოციტების მდიდარი პლაზმის როლი პაციენტების მკურნალობაში, როდის ვიყენებთ, რისთვის არის ეფექტური და ასე შემდეგ თქვენ რომ მოვიყვეთ. კი, თუ კი აი მინოქსიდილს და ფინასტერიძე ვამბობთ, რომ ძალიან ისეთი მტკიცებულებები არის მათ უკან, საშუალო მტკიცებულებები PRP-ზე უკვე გვაქვს, ანუ FDA-ის მიერ დადასტურებული ეს პროცედურა. ჯერჯერობით არ არის, მაგრამ მიდის აქეთკენ ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება გროვდება ამ პროცედურასთან დაკავშირებით და ფართო გამოყენება პოვა ზოგადად მედიცინაში ამ პროცედურამ. ყველა იმ დარგში გამოიყენება და იმ ქსოვილის სამკურნალოდ, რომელსაც რეგენერაციის პოტენციალი გააჩნია. თმის ფოლიკულის ვიცით, ასეთი ორგანო არის, მას ღეროვანი უჯრედები გააჩნია, ეგრეთ წოდებული ბალჯის არეში და ანუ თმის ფოლიკულთან ახლოს და აი სწორედ მისი სტიმულაცია, ამ ღეროვანი უჯრედების სტიმულაცია, როდესაც პაციენტის საკუთარ თრომბოციტებით გამდიდრებულ პლაზმას ვიყენებთ და თრომბოციტში გვაქვს პაციენტის საკუთარივე დისფაქტორი, ეს ეგრეთ წოდებულ უჯრედულ გააღალგაზრდებას, უჯრედულ სტიმულაციას და აი ამ დისფაქტორების საშუალებით ამ ბალჯის უჯრედების, ღეროვანი უჯრედების გააქტიურებას და რეგენერაციას უწყობს ხელს. ამ პროცედურას ვიყენებთ ფართოდ თმის სვენის მკურნალობაში და არა მარტო. ხო, აქ დავამატებ, რომ აქ რა პროცედურაზე საუბრობთ, ხო, შენი სისხლის აღება რო ხდება, ცენტრიფუგაში პლაზმა გამოიყოფა და მერე ინექციები. ინექციები, იგივეს ვიყენებთ მაგალითად კოლაგენის სტიმულაციისთვის ჰიალურონთან კომბინაციაში სახეზე. საკმაოდ ეფექტურია სხვათა შორის პოსტაკნე ნაწიბურების მართვაში ნიდლინგთან ერთად. აქაც კოლაგენის სტიმულაციას ვახცევთ ხოლმე. გასაგები არის. ამ შემთხვევაში ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე
ვინ აკეთებს ამ ყველაფერს ხო კლინიკურ უნარებს სპეციალისტისა რომელიც გიტარებს ამ კურნალობას ხო იმიტომ რომ ეგეთი მარტივი პროცედურა ძალიან არ წა თუ მარტივი ნამდვილად არა არ არის იქაც აუცილებლად ფასდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რა მედიკამენტების ფონი აქვს იმიტომ რომ უნდა მიიღოთ თრომბოციტით გამდიდრებული პლაზმა ქრონიკულ მედიკამენტებზე ინფორმაცია უნდა გქონდეს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ რა სინჯარას იყენებ უნდა ხარისხიანი PRP მომზადდეს თუ მიიღე უბრალოდ პლაზმა რომელშიც თრომბოციტი არ გაქვს რა თქმა უნდა ვერ მიიღებ ეფექტურ პროცედურას და ხშირად ყოფილა პაციენტს როდესაც თქვა გვაქვს განხილვა ამ პროცედურის უთქვამს რომ მე ჩავიტარე და არ იყო ეფექტური ჩემ შემთხვევაში ვერ უტყვით რომ 100%-ში ეფექტურია თქვით რომ მინოქსიდილფინესტერის შემთხვევაში 70-90%-ს აღწევს ეფექტურობა 50% არის ანუ ორი პაციენტიდან ერთი ძალიან მაღალ ეფექტურობას აღნიშნავს მეორე ნაკლებ ეფექტურობას თუმცა საკმაოდ ისეთი მაგრამ ყველაფერს თუ ერთად გამოიყენებ საბოლოო ჯამში გაცილებით მაღალი არის კი თუ მაგეთებია შეიძლება არც ერთი აქენ ჩამოთვლილებიდან მე მინდა გითხრათ გავამხელ რეგულარულად ვიყენებ როგორც სკალპზე ასევე სახეზე სახეზე დაახლოებით წელიწადში 2 ჯერ თავზე რეგულარულად წელიწადში 3 ჯერ არა ეგ უნდა მეკითხა ანუ ეს სესიების სიხშირეც ალბათ ინდივიდუალურად ხდება თუ როგორ ძალიან მაღალი სტანდარტიზაცია მედიკამენტებთან შედარებით როგორც ვიცით პროცედურებს ჯერ ისეთი კარგი სტანდარტიზაცია არ აქვს თუმცა პირველი სამი არის ხოლმე რეკომენდებული თვეში ერთხელ თქვათ თვეში ერთი პროცედურა 3 თვის განმავლობაში შემდეგ წელიწადში 3 ჯერ ვაკეთებთ ამ პროცედურას 3-4 ჯერ შეიძლება მაქსიმუმ და ისინი აი სინათლის თერაპია ლაზერული თერაპია ასე კი LLL-ის გულისხმობს დაბალი სიმძლავრის ლაზეროთერაპია სხვათა შორის აქვს FDA-ის თანხმობა დადასტურებული FDA-ის მიერ ამ კურნალობის ეფექტურობა ფოტობიომოდულაციის სახელწოდებით არის ეს კურნალობა ცნობილი როდესაც აქაც სისხლის მომარაგება და ანთების შემცირება და ზრდის ფაზის გახანგრძლივება ხდება თმის ფოლიკულის ამ დადასტურებული გვაქვს ეს ეფექტი მაგის ის მიერ დადასტურებულია ფოტობიომოდულაცია ოღონდ მნიშვნელოვანი ყოველთვის ენიჭება ხოლმე უპირატესობა ამ კურნალობას კომპლექსურ თერაპიაში როგორც დამხმარეს კი და მნიშვნელობა აქვს ისევე როგორც ყველა თერაპიას რეგულარულობას მისი გამოყენების არა ეპიზოდურს არამედ რეგულარულს თავარი სირთულე ვიტყოდი ანდროგენეტიკული ცვენის მკურნალობაში სწორედაც რეგულარულობა არის თანმიმდევრულობა აი ხშირად დარდება შაქრიან დიაბეტს ეს დაავადება რამდენადაც შაქრიან დიაბეტის პაციენტისგან ესეთ რეგულარულობას მოითხოვს ასე მოითხოვს ანდროგენეტიკული თმის ცვენაც და პაციენტებს ხშირად მედიკამენტების მიმართ უჩნდებათ ხოლმე პროტესტი ანუ არ დავიწყებ ეგ დამოკიდებულებას იწვევს თუნდაც მინოქსიდილზე ხშირად და ამ დროს დამოკიდებულება სხვა სიტყვა არის ხო აი addiction-ს რასაც ეძახიან სულ სხვა რაღაცა არის ეს არ არის დამოკიდებულება ეს არის აი როგორც მაგალითად მოხსენი შაქრიანი დიაბეტისთვის სამკურნალო მედიკამენტი და შაქარმა ისევ აიწია ხო იმიტომ რომ ეს არის ქრონიკული დაავადება ასე არის ანუ DHT-მ გააგრძელა მოქმედება ფოლიკული მის მიმართ კვლავ მგრძნობიარეა გენეტიკით და გააგრძელდა პროცესი ამასთან არის დაკავშირებული ის რომ სულ გჭირდება თუნდაც ადგილობრივი სპრეის გამოყენება და მედიკამენტის და არა იმასთან რომ იმის ბრალია მედიკამენტის ბრალია. ხო, დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში არა აქვს უარყოფითი კონოტაცია. კი, და მოხსნის შემდეგაც პირიქით მაპატეთ ჩაგეჭერთ. აი მოხსნის შემდეგაც ხშირად ეგ კითხვაც აქვს ხოლმე ბევრ პაციენტს რომ მოხსენი და გამიუარეს და მდგომარეობა უფრო მეტი დამცვიდა. ეს მითი არის. ხო, ეს იქნება თუ როგორც აქმა უბრალოდ ესეთი. კი, ანუ ის რაც მინოქსიდილის მაგაუმჯობესაც ვივდება რა თქმა უნდა და თუ იმ პერიოდში პროგრესირდა მისი ანდროგენეტიკული ცვენა, აი იმ ხარისხამდე მივა სადამდეც პროგრესირდა. მინოქსიდილის გამოყენებას. აი ეს ხა მომავლის პერსპექტივებზე და თანამედროვე რაღაცებზე რო საუბრობთ, ანუ მაგ კონტექსტში ხა ჯერ არ ვიცი ბოლო პერიოდში აღარ მინახავს ეს, მაგრამ წლების რამდენიმე წლის წინ იყო, რომ კლონირების მეთოდზე რომ მუშაობდნენ, იმიტომ რომ აი ხა ჩვენი სპეციალისტი რო უყურებს, რომ ამდენი მეთოდია და რაღაცა, მაგრამ ნუ აი ხა გამჩვი და არ გავაკეთე არაფერი და ეს აღარა მაქვს დაუშვათ რესურსი გადანერგვის. ამ შემთხვევაში ხა
პერსპექტივებში მოჩანს რამე ესეთი? პერსპექტივებში მოჩანს, მაგრამ დიდი ხანია მოჩანს და აი როდის გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები, როდის გამოჩნდება და როდის გახდება ეს ხელმისაწვდომი და არ ექსპერიმენტული მეთოდები, რაღაცა მხოლოდ ლაბორატორიული ექსპერიმენტული მეთოდები, ეს ნამდვილად უცნობია ჯერ. უფრო ეს საუკუნე არის აი რეგენერაციის, ასე ვთქვათ, უჯრედული გაახალგაზრდავების და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კვლევა მითის. და ამ გადანერგვასთან დაკავშირებით კიდე ერთ-ერთი ისეთი ხშირად ასმული შეკითხვა არის ხოლმე, იმიტომ რომ ეს სადონორო ზონა ახსენეთ წეგან და ეს გავიგეთ, მაგრამ ანუ სხეულის სხვა ნაწილებიდან გადანერგვა, წვერის ნაწილიდან მაგალითად გადანერგვა თავზე, ესენი ხდება თუ არ ხდება? ხდება ნამდვილად, გადანერგვა არის პროცედურა, რომელიც რა ვიცი, სრულიად ცვლის ხოლმე, შეიძლება ითქვას ადამიანის სიცოცხლის ხარისხს. სხვა ადამიანები ბრუნდებიან, ბევრი მიმართულებით იცვლებიან ხოლმე. თქვათ არ ვარჯიშობდა და იწყებს ვარჯიშს, რაღაცა იქ. სხვადასხვა ესე სურვილები უჩნდება, იმდენად მისი ბუნება განწყობა კი. ძალიან ეცვლებათ ვიზუალი და ძალიან ბედნიერები ხდებიან და ყველა აი კვლევაც არის ამაზე ჩატარებული, რომ 98% კიდევ მზად არის, მიუხედავად აი ქირურგიული ჩატარებული ოპერაცია თუ დარჭირდა, განმეორებით ჩაიტაროს ქირურგია. იმდენად კლინიკური სურათი არის ხოლმე შეცვლილი პაციენტის ვიზუალი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მთავარი სადონორო არე მაინც არის, რა თქმა უნდა, ანდროგენ დამოუკიდებელი არე, ეს არის კეფა და საფეთქელი, სადაც სწორედაც აი ეს დიჰიდროტესტოსტერონი თმის ღერს ვერ ასუსტებს და იქიდან აღებული თმა ამ ბუნებას ინარჩუნებს. ამ ბუნებას ინარჩუნებს სწორედ ამიტომაც გადანერგილი თმა შემდეგ აღარ ცვივა. საკეთია. იგივენაირად ინარჩუნებს გულმკერდიდან, თქვათ, ხელიდან აღებული თმა თავისი ზრდის ფაზის ხანგრძლივობას. მაგრამ იმას ხო ახალ თუ თავის ფოლიკულიანად რგავდა, ამიტომაც თავისი ფოლიკულით იქ ხო აღარასდროს აღარ ამოდის, იქ ნაწიბურდება. ის თავისი თითოეული თმის ღერი ჩათვალეთ, რომ დამოუკიდებელი ესეთი ორგანოა. თავისი გენეტიკით, თავისი სიგნალებით, გენეტიკური სიგნალებით ხომ, იმიტომაც არის, რომ აი მაგალითად დიჰიდროტესტოსტერონი, ხო, თქვათ, აი ასაკში ხო გაგკვირვებია, რომ რატომ გაამელოტა თავი და რატომ მაგალითად ბაბუები ხო გვახსოვს, რომ ზურგზე, გულმკერდზე, ყურში, თქვათ, თმები პირიქით მატულობს. ხო? რატო არის ერთი და იგივე ჰორმონს, იქ სხვა გავლენა აქვს, იქ სხვა გავლენა აქვს, იმიტომ რომ თვითოული თმა თავისი ესეთი იზოლირებული გენეტიკით არის და სასიგნალო გზებით არის და ერთი და იგივე ჰორმონი მასზე სხვადასხვა გავლენას ახდენს. ამიტომ იქიდან აღებული სადონორო თმა თავის ბუნებას ინარჩუნებს. ბუნებას ინარჩუნებს და ხო, ახალ ადგილას რო იმ ადგილის, მოკლედ თავისი ქუდით მოდის, ახალ ქუდს არ იხურავს. და ამიტომ ახლა კლინიკურად არ არის ლამაზი, მაგალითად, თუ დიდი რაოდენობით ტანის თმას გადანერგავ, შეიძლება მცირე პროცენტი ფონად აიღო და გადანერგო. ძირითადი სადონორო არის იღებ, იქ აღარ ამოდის იმ ადგილებში, მაგრამ იმდენად ხშირი არის ხოლმე კეფაზე თმები, რომ ეს დიდად ცოტა ბრძოლ თმაზე აღარ ეთყობა. აღარ ეთყობა სრულიად, ან ჭადრაკულად ხდება ამოღება, გადაფარვა ხდება შემდეგ თმის ერთმანეთთან და არ ჩანს ხოლმე. სრულად არ გადადება. სხვისი თმის არა. კიდე რომ ეხა კლაუდიაში ფიქრობდი რომ საქართველოში ასევე არ ვიცი კიდეა თუ არა აზიის ქვეყნებიდან ჩამოდიან ხოლმე თმის გადასანერგად, იმიტომ რომ ანუ ტანზე ხო სილამაზე თითულება ხო და აი ხელებზე ბიჭები და რაღაცა ინერგავენ ხოლმე თმას და საქართველოში? უი რას ამბობთ? ხო ეს ახალგაზრდების წინ ბოთა ჩემი ის იყო ოჯახის წევრი იყო ხოლმე თარჯიმანი და ხა იქიდან მახსოვს და ეხლა იმაზე ფიქრობ საიდან ინერგავენ და გამიჩნდა შეკითხვა არა სხვისი ტანიდან რა თქმა უნდა მაგრამ ეგ მე არ გამიგია რომ მან არ დარჩუნდება ხო რომ ნუ ალბათ ოდესმე იქნება ის ტესტი რომელიც შეთავსებადობას დონორი არის მცირე კვლევები რაღაც იდენტურ ტყუპებში ვთქვათ, მაგრამ მაინც ისე არ ნარჩუნდება. ნახეთ, ჩვეულებრივად მაშინ ჭირდება იმუნოსუპრესიული თერაპია, ხო? ანუ ვთქვათ, ორგანოს გადანერგვის შემდეგ და ხო უნდა შეფასდეს რისკის სარგებელი და რის გამოღებულობ იმუნოსუპრესიულ თერაპიას. იმუნოსუპრესია თმის გადანერგვის გამო ცოტა ისეთია, ხო, რაღაცნაირი. ისე გამოიყურება რა.
სუბუქად რო თქვა ძალიან უცნაური. უცნაურად გამოიყურება, ხო? ეგ გასარკვევია ზურა რაღაცა ჩამოდიან აზეიდან ტანზე ინერგავენ, არ ვიცი. წეგან ხაზი გავუსვით თქვენ, რომ აი ქირურგიის შემდეგო კიდეო ჩვენი პაციენტებიო სადღობნას გამოთქვამი ხოლმე, რომ კიდე მეორეთაც ჩაიტარონ ეს ქირურგიული ოპერაციაო და აი ამაზე მინდა რომ ხა გითხრათ მსმენელსაც რომ აი მოკლედ რო გითხრათ რომ ცოტა მე მგონი დემონიზებულია თბის გადანერგვის პროცესი. მე მგონი თლათ ეგეთი რაღაცა რთული პროცესი ეს არ არის. შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს იმიდან, რომ რამდენიმე საათი რო გრძელდება და რაღაც მთელი დღე ვინერგავდით მას, აქედან მომდინარეობს ის, რომ აი რაღაცა ესე დრამატულად ჭერს რა. მაგრამ სიმდე შეგრე ხო არ არის. ნამდვილად არ არის. თქვენგან გავიგე ეს ტერმინი დემონიზება თმის გადანერგვას. ხო არის, ხო ვაჭარბებთ რა. შეიძლება ჩემთან მალავენ ხოლმე პაციენტები ესე. ან რა თქმა უნდა ღელვას გამოთქვამენ, რა თქმა უნდა კლინიკაში მოსვლისას რაღაცა კონკრეტული პერიოდი ჭირდებათ, რომ დაგეგმონ უფრო თავისუფალი კვირა, როცა, მაგრამ ეს არის ერთი დღე, როდესაც მოდის პაციენტი, იკეთებს ოპერაციას და თავისივე ფეხით ბრუნდება სახლში. ხო, ანუ პრაქტიკულად არ იზღუდება მისი ყოველდღიურობა. რა თქმა უნდა, რამოდენიმე საათი გრძელდება პროცედურა, მაგრამ მიდის ანესთეზიით, ანუ პაციენტი ტკივილს არ გრძნობს მაგალითად ოპერაციის დროს. შესაძლებელია დასვენება თუ კი მისი სურვილია რომ შეისვენოს, იკვებოს, თქვათ და შემდეგ გაგრძელდეს პროცედურა. და ეს პროცედურულ იმასთან ხო არ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მე რო ინერგავენ, თქვა ხშირად მინახი რომ ბევრი ქუდით დადის რამდენი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაღაც ვიზუალურად რჩება რამე ისეთი რომელსაც პირველი რამოდენიმე ხანი არის რომ კანზე თქვათ ერითემა შეიძლება იყოს. ანუ ცოტათი სახის კანის და თავის კანის ფერი განსხვავდებოდეს, თქვათ კანი იყოს შედარებით უფრო ესეთი ბუნებრივი ფერი და გადანერგილი არე რამოდენიმე დღის განმავლობაში იყოს უფრო წითელი. კი, ესეც ინდივიდუალური თავისებურება უფრო თქვათ არის ძალიან ღია ფერის ადამიანებში შეიძლება ეს ვარდისფერი ტონი რამოდენიმე ხანი გახანგრძლივდეს, მაგრამ იქ იმ წუთას ვამატებთ ხოლმე ადგილობრივად რეგენერაციის საშუალებებს ინიშნება, რომ რაც გვეხმარება შემდეგ აღდგენაში. და ეს მოსავლიანობას როდის დაახლოებით გადანერგვიდან 3 თვეში იწყებს ამოსვლას, 6 თვეზე პირველი, ასე ვთქვათ, შედეგი ფასდება ხოლმე, რომ როგორ იზრდება თმა. რამდენად კარგად და ნუ 1 სრული წლის შემდეგ უკვე სრული დასრულებული სურათი არის. ერთი წლის შემდეგ და ეფექტურობის ის როგორი არის დაახლოებით მაჩვენებელი თქვენ პრაქტიკაშია ზოგადად? გრაფტების გადარჩენის ხარისხს გულისხმობ დაახლოებით 97-98% გადანერგილი გრაფტებისა ნარჩუნდება. და სად გადაინერგავ ამას ხომ მნიშვნელობა აქვს? ალბათ ჩვენთან როგორც ვიცი ეს მეთოდი საკმაოდ უკვე დაიხვეწა და ადამიანები ისე ხშირად აღარ დადიან საზღვარგარეთ მე მგონი ამ პროცედურების ჩასატარებლად როგორც ადრე არ არის ეს. მე შემიძლია გითხრათ ხე ჩვენ მაგალითზე ჩვენი კლინიკის მაგალითზე ძალიან იზრდება დრამატულად მომართვიანობა. ანუ თქვათ, იცით როგორ არის ძირითადად ერთ ადამიანს მოყავს თავისი სამეგობრო წრე, ანუ აკვირდებიან, რა გაიარა, როგორ მოვიდა და მე უკვე აი ვინც უფრო თავიდან ეჭვებშია, აი ეჭვიანი ადამიანი უფრო თავის მეგობარს მოყვება ხოლმე. უფრო ისეთი მხნე და ისეთი ადამიანები უფრო პირველები მოდიან თავის სამეგობრო წრიდან და მე მისი წრე მოყავთ. ძალიან ისე მატულობს დრამატულად პაციენტების რაოდენობა. ჩვენ რო ვახსენეთ რომ უკვე აი რო გადანერგავ ისეთი ზონიდან რომელიც ნაკლებად არის მგრძნობიარე ამ დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ და ამიტომ ნარჩუნდება, შეიძლება მე ვიზუალურ რაღაცა მახე არის თუ ტყუილი არის, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს რომელსაც გადანერგილი აქვს თმა აი ცნობადი სახეები რო არიან, მე ვაკვირდები ხოლმე რომ დროთა განმავლობაში ცოტა ისევ ცვიواد თითქოს და ეს რაც გადაუნერგავ ნაწილში ცვივა და ეგ მეჩვენება თუ უკვე გადანერგილიც შეიძლება მაინც გაქცვიდეს ან ვარცხნის ან რამე სხვა რაღაცის შედეგად. გეტყვით, აი სადონორო არის ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და პაციენტის ასაკსაც. თუ პაციენტი სადონორო არის ძალიან კარგია, ისეთი სიხშირის გადანერგვა ხდება, რომ ძალიან ბუნებრივ შედეგს იღებს პაციენტი. თუმცა თუ არის ახალგაზრდა და მისი თმისცვენა პროგრესირებს, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ის თერაპიული მკურნალობის კურსს მიყვება. თუ კი კარგად უვლის
ასე ვთქვათ, ექიმის დანიშნულებას კარგად ასრულებს, მაშინ ეს შემდეგი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ შემცირდა, ვთქვათ, თითქოს ნაკლებით მაქვს, მასთან არ აღინიშნება. ზოგადად გადანერგილარეში ისედაც არ აღინიშნება. ძირითადად არის ხოლმე გადანერგილი არის უკანა არე, გადანერგილი თმის უკანა არე, სადაც არაგადანერგილი თმები არის და ისინი უმკურნალოდ დატოვებული თუ დარჩა, პროგრესირებს იქცვენა და პაციენტს შესაძლოა დაჭირდეს მეორე გადანერგვილ სესია. ანუ ის უბნები არის, რომლებიც ჯერა. ანუ გადანერგვით ხო გენეტიკა არის, ცვლება მხოლოდ კონკრეტულ არეებში ხდება სადონორო არიდან თმის განაწილება, დისტრიბუცია არსებული თმის განაწილება და შემდგომში უკვე ის მისი თმა რაც იყო, ზოგჯერ ძალიან ბევრი თმა აქვს თავისი დარჩენილი პაციენტს და იმას ყურადღებას აღარ აქცევს, აიგნორებს იმ თმებს, გონია რომ რაც გადაინერგა ის ეყოფა. ამ დროს წარმოიდგინეთ ადამიანის თავზე არის დაახლოებით 150,000 თმა. გადანერგვა ხდება ხოლმე რამდენი 4,000-5,000 გრაფტის, ნუ ზოგჯერ 2 სესიათ უფრო მეტი გრაფტების გადანერგვა, მაგრამ 150,000-თან შედარებით ბევრად ნაკლები ხო არის ის გადანერგილი ღერების რაოდენობა, ამიტომ მისი დარჩენილი თმის შენარჩუნებას და გაუმჯობესებასაც, ანუ თერაპიულ მკურნალობას, რეგულარულ მკურნალობასაც ძალიან დიდი როლი აკისრია, რომ კლინიკური დამაკმაყოფილებელი შედეგი იყოს აი 10 წლობით, ანუ კარგად ხანგრძლივად დროში. ერთი კითხვა მაქვს ესეთი, რომ ეს რო დღეს რო ამბობთ 97%, 95% გრაფტების გადარჩება, ეს ახლა თანამედროვე ქირურგიული ტექნიკების დამსახურება თუ ადრეც ესე იყო? რა თქმა უნდა, ბევრი წლის წინ ასე არ იყო, უფრო უხეში ინსტრუმენტებიც იყო, უფრო მოპოვება იყო გართულებული გრაფტების ჩანერგვა თავიდან საერთოდ ძალიან ისეთი ვიზუალურად არ იყო მთლად ბიელო, შეიძლება ერთ ადგილას ბევრი თმა ყოფილიყო, ამას კბილის ჩოთკის ფენომენსაც ეძახდნენ. ოღონდ ამას ვამბობ საწყისებში ჯერ ტრანსპლანტაციის ყოველწლიურად ინსტრუმენტების ძალიან დახვეწა ხდება, მათ შორის მასალის და მეთოდებმა მოიტანა ეს მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოვებული შედეგი. კი ბატონო, ცოტა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, ამიტომ იცი არის ამ ქირურგიაზე კიდე ბევრი შეკითხვა მეც მაქვს და ალბათ ჩვენს მენელსაც და მოდი აქედან როგორ აქვს და მთელ ჰოლივუდის ვარსკვლავებს როგორ აქვს შენარჩუნებული ესეთი თმები ყველას ისე რომ როგორ გახსნა ექიმოს აპლიკაცია, ჩაეწერა დერმატოლოგთან, მივიდა ალბათ მე დერმატოლოგმა ფინასტერიდი დაუნიშნა, მინოქსიდილი დაუნიშნა, იმიტომ რომ ჭირდებოდა თორე ის ხوار დაუნიშნავდა და იმიტომ არის რომ მაგას აქში ესე აქვს თმები. ეხლა რომ პროფესიონალისგან მოვისმინოთ ასე. იცით ეხლა ესე გამიჭირდება ალბათ ყველას იმათ. ხო, თუმცა ალბათ კი, ანუ ძალიან ისეთ რატომღაც ხდება ხოლმე ესე აი ემიგრანტებზე გეტყვით ახლა ბრედ პიტი და ჰოლივუდიც გავითვალისწინოთ ემიგრანტებს რომლებიც არ ვიცი მეტი ინფორმაცია აქვთ თერაპიაზე, ამ ქრონიკულ თერაპიაზე, გაცილებით მარტივად შეიძლება მიაწოდო ინფორმაცია ქრონიკული მკურნალობის შესახებ და ეს მისთვის იყოს აბსოლუტურად ჩვეულებრივი და თერაპიას იტარებდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ინარჩუნებდეს თმას, ვიდრე მაგალითად შეიძლება აი ადამიანი ახალგაზრდა მოსული, რომელსაც თუნდაც 1% გვერდითი ეფექტი უხსენო და იმის იქით აღარ აინტერესებდეს, ვეღარ გააგრძელო თერაპიაზე საუბარი, იმიტომ რომ ასეთი თერაპია არ სურს. არ ვიცი, ალბათ მიმღებლობა უფრო თერაპიის, კი, და ჩვენთან ნელ-ნელა მოდის ალბათ. კი, მსახიობის შემთხვევაში გადაწყვეტია და იგი თანახმა არის. ნებოდა ალბათ რეკომენდაციებზე, რეკომენდაციებზე ხო ალბათ ტრანსპლანტაციის სესიებსაც ჩაიტარებ და არსებობს თმის სისტემებიც, იცით, როდესაც თმის, მაგრამ ეს ახლა არ ვიცი, უყოლოდ ხო არ გამელწდებოდა ადამიანი, თუმცა არის ძალიან ისეთი ბუნებრივ თმასთან მიახლოებული სისტემებიც შეიძლება ამითიც სარგებლობენ. და ასევე რაღაც ხარჯებთანაც არის დაკავშირებული ეს შენარჩუნება, რომელზეც ხელმისაწვდომობა ჩვენს მოსახლეობას შეიძლება ნაკლები იყოს. ნამდვილად, ესეც გასათვალისწინებელი არის, კი, ხარჯები არ არის თულად იაფი. კაი, რატომ ეს მინდა რომ ბოთაკიდან შევუთვალოთ ქავტონ დია პაპასკის, რომ ერთადერთად გვეწვიოს მომავალში დავპატიჟოთ ქავტონ დიაც, იმიტომ რომ ის ამ პროცესმა ჩვენ თვალწინ გაიარა ხო როგორ ვითარდებოდა ეს და ის რაც თქვენთან კლინიკაში ხდება და ამდენი ცვლილება და ესეთ ხარისხს მიაღწია საქართველოს თმის გადანერგვამ და ზოგადად მკურნალობამ და პრევენციის მასაშუალებებმა, ამის უკან დგანან ადამიანები და ეს ისტორიებიც რომ მოვისმინოთ აქედან შევუთვალოთ მოწვევა.
აუცილებლად თუ კი გაინტერესებთ ეს მართულება და ეს სერვისი უფრო ახლოდან ვიყიდო. ხო, ნამდვილად არის გასათვალისწინებელი, აი თითო ადამიანი აკეთებს ამას ნამდვილად ზედმეტი, ასე ვთქვათ, ზრუნვით, გარჯით ადამიანებზე და აი თუნდაც ვთქვათ, ბუნებრიობასთან მიახლებული შედეგები ვახსენეთ და ის რომ ხანგრძლივ დროზე ფიქრო პაციენტში, აი ვთქვათ, ეხლა ჩვენ კლინიკაში თუნდაც გალბატონი დიახსენეთ, მისთვის მაგალითად პრიორიტეტი არის ხოლმე ყოველთვის, რომ არა დღეს გადანერგო, არამედ იფიქროს პაციენტზე მომდევნო 5 წელი, მომდევნო 10 წელი. და მე ეს განაპირობებს იმას, რომ ხანგრძლივ შედეგი და თერაპიის მიმართულებებიც კარგად განიხილება. ხო, იმიტომ რომ თან ახლა არის ისეთი გუნდური სამუშაო, ხო, იქ რამდენი ადამიანია ჩართული ამ პროცესში, ხო? ეხლა ჩვენ როცა მაგალითად საუბრობდით ამ მინოქსიდილზე და ეს თერაპიულ მიმართულებაზე. ასევე ეს ნივთიერებები შეიძლება ჩვენ ხვდებოდეს შამპუნებში და სხვა საშუალებებშიც, ხო? ეს ამ შემთხვევაში ხა როგორ არის, იმიტომ რომ ჩვენთანაც იყიდება ესენი, მეც ხმარობ, ხო, საბაზრო სახელები განსხვავდება, მაგრამ ეს მინოქსიდილია იქაც ხო აქტიური შამპუნებში. არის მინოქსიდილის შამპუნი არსებობს, თუმცა ქართულ ბაზარზე ბევრი არ მეგონება მინოქსიდილის შამპუნი. მაგრამ თქვენ გაინტერესებთ რა როლი აქვს შამპუნს? ხო, როგორ არის, ეგეც დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ, ეს ყველასთვის შეუძლია და პრევენციულია თუ სკალპის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ვთქვათ, აი რას გულისხმობ იცით, არის ხოლმე ეპიზოდები, როდესაც თუ აქტიური ცვენა აქვს პაციენტს, ძალიან ისეთი ძლიერად ცვივა თმები და რატომღაც არ ვიცი, ესეც ალბათ მცდარი ინფორმაციის მოსმენის შედეგი არის. დაბანის სიხშირეს ამცირებს. თქვათ ისმენს ინფორმაციას, რომ აი არის ლიპიდური გარსი, რომელიც ხშირი დაბანით არ უნდა დავაზიანოთ, ნამდვილად გვაქვს ლიპიდური გარსი, არ უნდა დავაზიანოთ, გვიცავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს არ დაბანას, არ ნიშნავს სწორი პროდუქტის შერჩევას და მე ამის გამოყენებას რეგულარულად, იმიტომ რომ თავის კანი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე, რა ვიცი, ჭუჭყიან არეთ, ყველაზე ჭარბი ცხიმისჯირკვლები გვაქვს, ყველაზე აქტიური სეკრეცია ცხიმისჯირკვლის თავის კანზე მიდის, ამიტომ რეგულარული ჰიგიენა დაბანა, სწორად შერჩეული პროდუქტით მნიშვნელოვანი არის. რა დროს არის კიდევ დაბანის საშუალებები ძალიან მნიშვნელოვანი, როცა სკალპის რაიმე პრობლემა გვაქვს. მაგალითად არის სებორეული დერმატიტი, არის ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ფოლიკულიტი. ბევრი სკალპის დაავადება, როცა სპეციფიური პროდუქტის შერჩევა გვიწევს და ეს სკალპზე ანთების დონეს ამცირებს და ანთების დონის შემცირება, რა თქმა უნდა, კარგი არის ფოლიკულის გადარჩენისთვის და რეგენერაციისთვის. მაგრამ თუ საუბრობთ იმაზე, რომ თქვათ, მაგალითად რა არსებობს ჯადოშნური შამპუნი, რომელიც თმას ამოგვიყვანს, ესეთი შამპუნი არ არსებობს სამწუხაროდ. თუ შემცირებს პროგრესირებას? ცვენას. აი ისევ იმ გზით, თუ კი დერმატოლოგიური პრობლემა არსებობს, მიზანმიმართულად ამ დერმატოლოგიური პრობლემის სამართავი შამპუნი და მაგალითად იგივე კეტოკონაზოლი არის აქტიური ნივთიერება, არის სელენის დისულფიდი, ციკლოპიროქსი, პიროქტოლამინი, ნივთიერებები, რომელიც მაგალითად სკალპზე კოლონიზებული ბაქტერიების რაოდენობას ამცირებს, სოკოს რაოდენობას ამცირებს და ამით ანთების დონებს ამცირებს. ასე ფოლიკულიტის განვითარებას, აი თუთის, პირითიონა ასევე. ასეთი შამპუნები არის კონკრეტულად სამკურნალო შამპუნები და მათ როლი აკისრიათ მისცვენის მკურნალობაში, სებორიის მკურნალობაში. თუმცა აქტიური რაღაცა მცენარების შემცველი შამპუნები ვერ შეგვიჩერებს მისცვენას. შეიძლება დროში დაემთხვეს, ხანდახან არის ხოლმე, იცით, ხშირად პაციენტი ამბობს, დავიწყე შამპუნი და მცვენა რაღაცა 2-3 თვეში გამიჩერდა. ამ დროს არსებობს ტელოგენური თმისცვენები, რომელიც თუ კი სტრეს ფაქტორი, გამომწვევი ფაქტორი შეწყდა აღარ მუშაობს, ისედაც ჩერდება 2-3 თვეში და ხშირად სხვადასხვა რაღაცებს უკავშირებს ხოლმე, აი თქვათ რაღაც ადგილობრივი ტონიკი დაიწყო, ან დაიწყო რაღაცა შამპუნი და ამას დაუკავშირათ მისცვენის გაჩერება. და ეს true marketing-მა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, როცა აწერიათ მისცვენის საწინააღმდეგო დერმატოლოგიურად ტესტირებული, კლინიკურად გამოცდილი, ან Amazon-ზე 4 და 9 აქ 5-დან შეფასება, ეს არის მაინც დერმატოლოგთან, შესაბამის სპეციალისტთან ერთად ღირს რომელიმე შამპუნისთან იმის. იმიტომ რომ წეგანაც აი სანამ ჩაწერას დავიწყებდით, მაგას ვანახე ერთი ჩვენი მეგობრის მიერ გამოგზავნილი ერთ-ერთი პროდუქტის ფოტო, რომელსაც ეწერა, ხო ეგ ეწერა და DHT ბლოკატორი და გოგრა თუ რაღაცა. თუ რა იყო ხო რაღაცა ეგეთი მცენარე, ანუ არავითარი გასეთ კლინიკური მტკიცებულება რომ მას შეეძლოს რამე ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ესე არა გვაქვს, მაგრამ
ისეთი მიმზიდველია ესეთი რეკლამები ხოლმე, ამიტომ ჯობია რომ პროფესიონალებს დავეკითხოთ აზრი, სანამ ჩვენით თანხას გადავიხდით რაღაცა პროდუქტის გამოყენებას დავიწყებთ იმ მიზნით, რა მიზნითაც თორე ახლა ისე ვისაც რა და იმას გამოიყენებს თავისთავად ცხადია. ხო. კი ბატონო. თავის მოდღუება თუ მოვიტყოთ, მაგრამ სპეციალისტებში მაინც ჩავრთოთ ამ ბავშვი თუ პრობლემა გვაქვს. კი, აი იგივე ფინესტერიც ხშირად კითხვა აქვს ხოლმე პაციენტს, ანუ რამ შეიძლება ჩამინაცვლოს და დანამატების სახით არსებობს სცენარეული DHT ბლოკერები, რომლებსაც გარკვეული ეფექტურობა მცირე კვლევებში უდასტურდება და თუგი პაციენტს სურვილი აქვს, სულ ვთქვა და არ შეუძლია ფინესტერიტის მიღება გარკვეული მიზეზების გამო, შეიძლება მოისინჯოს ეს დანამატი, თუმცა მისი ეფექტურობა გაცილებით ნაკლები არის, არც გვერდით ეფექტებთან ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, იმიტომ რომ არ არის რეგულირებული FDA-ის მიერ და ამიტომ ამ გადაწყვეტილებითაც ისო პაციენტი არჩევანს აკეთებს, რომელი ურჩევნია. მზისგან დამცავის საშუალებების ყოველდღიური გამოყენება უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ულტრაისფერი გამოსხივება ხელს უწყობს კანის დამწვრობას, ნაადრევ დაბერებას, კანის კიბოს განვითარებას, პიგმენტაციის წარმოქმნასა და კანის დაზიანებას. ზაფხულში კი მზის ინტენსივობა და გარეთ გატარებული დროც იზრდება, ამიტომ რისკები განსაკუთრებით მაღალია. მნიშვნელოვანია დავიცვათ არა მხოლოდ სახე, არამედ სხეულის ყველა ღია უბანი და გარეთ ხანგრძლივად ყოფნისას პროდუქტი დაახლოებით ყოველ 2 საათში, ასევე ცურვის, ოფლიანობის ან პირსახოცის გაწმენდის შემდეგ განვაახლოთ. ჩვენმა პარტნიორმა კომპანია PSPen მოგვაწოდა მზისგან დამცავი პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, რომლიდანაც არჩევანის გაკეთება შეგიძლია თქვენი კანის საჭიროებების, ასაკისა და კონკრეტული გარემოებების მიხედვით. პროდუქტები სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი და გვაქვს ზეთები, სპრეები, სტიკები და კრემები. დავიწყოთ ზეთებითა და სპრეებით. ფრანგული ბრენდის კოდალის SPF 50 მზისგან დამცავი ზეთ სპრეი განკუთვნილია სახის, სხეულისა და თმისთვის. ის უზრუნველყოფს მაღალ UVA და UVB დაცვას, არის არაკომედოგენური და კანს მბზინვარე იერს აძლევს. ყურძნის ციფრის ზეთი და ვიტამინი E ანტიოქსიდანტურ ეფექტს უზრუნველყოფს, ხოლო Collagen Screen Protect ტექნოლოგია შექმნილია კანის კოლაგენის დასაცავად. ძალიან კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სჭირდება ინტენსიური დაცვა და ვისაც მსუბუქი ზეთოვანი ტექსტურა მოსწონს. პოლონური ბრენდის ლირენეს ორფაზიანი SPF 30 ზეთი ერთდროულად ატენიანებს და კვებავს კანს. სწრაფად შეიწოვება და წებოვან შეგრძნებას არ ტოვებს. ეს ფორმულა განსაკუთრებით კომფორტულია დაბალანსებული ან სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის. გამოყენებამდე პროდუქტი კარგად უნდა შეანჯღრიოთ, რათა მისი ორი ფაზა სრულად შეერიოს ერთმანეთს. ასევე გვაქვს სტიკი, სამხრეთკორეული ბრენდის Round Lab's Birch Juice SPF 50+ სტიკი, რომელიც მსუბუქი და გამაგრილებელი ტექსტურით გამოირჩევა. მზისგან დაცვის გარდა ამ პროდუქტს დამატებითი უპირატესობებიც აქვს. არყის ხის ექსტრაქტი და ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს. ნიაცინამიდი ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის გაძლიერებას და ტონის გათანაბრებას, ხოლო პეპტიდები კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ის ყველა ტიპის კანისთვისაა შესაფერისი და ჩანთით სატარებლად და ძალიან პრაქტიკულია. მულტიფუნქციურობიდან და სამხრეთკორეული მინიმალიზმიდან გამომდინარე, ეს პროდუქტი სტიკებს შორის ჩემი ფავორიტია. შეიძლება პრაქტიკული რჩევებიდან სპრეის შემთხვევაში დავამატოთ ის, რომ სხეულზე თავისუფლად შეიძლება დავისხუროთ და გადავინაწილოთ. თუ რა გაგვიკეთებს დემონსტრაციას? და ძალიან კომფორტული არის გამოყენებაში სპრეის ფორმა, რაც შეეხება სახეზე. როდესაც სახეზე ვიყენებთ, აქ უნდა დავიცვათ ინჰალაციური გზით, რომ არ მოხდეს ეს ჩვენს გზებში, სასუნთ გზებში, ამიტომ ჯერ ხელზე დავისხუროთ და შემდეგ წავისვათ სახეზე. ასევე ბავშვების შემთხვევაშიც გავფრთხილდეთ ბავშვებს პირდაპირ არ შევასხუროთ სახეზე, ჯერ ხელზე დავისხუროთ და ასე გავანაწილოთ კანზე. სტიკი ძალიან კომფორტულია რა შემთხვევაში. რეაპლიკაცია, როდესაც გვჭირდება ჩანთაში რომ გვიდევს, რაც არ უნდა დიდხანს ვიმყოფებოდეთ გარეთ მზის ქვეშ. ყოველთვის გვექნება ხელმისაწვდომი მყარი ტექსტურის და სწრაფად გადავინაწილებთ მათ შორის ქუთუთოებზეც, ტუჩებზეც, ფრიმალებზეც და თან ძალიან ადვილად მოძრაობს, ისეთი ხელმისაწვდომი არის კი. თან ლამაზია ისეთი რაღაცნაირი. ესთეტიკურ სიამოვნებასაც განიჭებს. დაატრიალე? ესეთი არის. ეს არის გასაახლებლად ყველაზე ისეთი რა. კი ბატონო. სადაც გინდა ჩაიგდებ მოკლედ თან ატარებ. კრემებიდან შვედური Recipe for Men SPF 30 სახის კრემი ყოველდღიური განსაკუთრებით ურბანულ გარემოში გამოყენებისთვის მოსახერხებელი ვარიანტია. სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს მძიმე ცხიმიან შეგრძნებას და ზედმეტი მბზინვარების შემცირებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით კომფორტული შეიძლება იყოს კომბინირებული ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის. ბავშვისთვის უფრო
მშრალი ამ გრძნობიარე კანისთვის კი შეგიძლიათ შეარჩიოთ იტალიური ექვილიბრას Baby SPF 50 კრემი. ალოე ვერა, შიის კარაქი, ქოქოსისა და არგანის ზეთები კანს ატენიანებს, არბილებს და ამშვიდებს, ხოლო კრემის ფორმა განსაკუთრებით მოსახერხებელია სახეზე და სხეულზე თანაბრად გადასანაწილებლად. ამ პროდუქტებზე PSP-ში მნიშვნელოვანი ფასდაკლებები მოქმედებს, ამიტომ ფასებისა და მიმდინარე შეთავაზებების სანახავად აუცილებლად შეამოწმეთ PSP-ს ვებგვერდი. ზაფხულში მზისგან დაცვა მხოლოდ კანს არ სჭირდება. მზის სხივები, ზღვის მარილი და აუზის ქლორით მასაც აშრობს, აკარგვინებს სირბილესა და ბზინვარებას. ამიტომ PSP-მ თმის საზაფხულო მოვლისთვის იტალიური ბრენდის ECOSLINE-ის Solaris ხაზის 3 პროდუქტი მოგვაწოდა, რომლებიც შეგიძლიათ გამოყენების ეტაპის მიხედვით შეარჩიოთ. პირველი გახლავთ ECOSLINE-ის Solaris თმის დამცავი ზეთი, რომელიც განკუთვნილია როგორც მზეზე გასვლამდე, ისე დღის განმავლობაში და მზეზე ყოფნის შემდეგ გამოსაყენებლად. პროდუქტი ყველა ტიპის თმისთვისაა შესაფერისი და განსაკუთრებით პრაქტიკულია ზღვაზე, აუზზე ან მაშინ, როცა თმა ხანგრძლივად არის მზის ზემოქმედების ქვეშ. ქოქოსის ზეთი და მანგოს კარაქი ხელს უწყობს თმის დარბილებას, კვებასა და გამოშრობის შემცირებას. მზეზე მარილიან წყალსა თუ ქლორთან კონტაქტის შემდეგ კარგი არჩევანია ECOSLINE Solaris მზის შემდგომი შამპუნი. ის ნაზად ასუფთავებს თმასა და თავის კანს, აშორებს მარილის, ქვიშისა და ქლორის ნარჩენებს და თმას უფრო სუფთა, რბილ და მოვლილ ყიერს უბრუნებს. მისი გამოყენება ყველა ტიპის თმასია შესაძლებელი. რუტინის ბოლო ეტაპია ECOSLINE-ის Solaris მზის შემდგომი მკვებავი ნიღაბი. ის განსაკუთრებით გამოსადეგია, როდესაც ზაფხულში თმა გამომშრალი, უხეშია ნაკლებად დამყოლი ხდება. ნიღაბი თმას ატენიანებს, არბილებს და ბზინვარებას მატებს. დაიტანეთ დაბანილ სველ თმაზე, გაიჩერეთ დაახლოებით 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ასე და ამგვარად ზეთი თმის დაცვასა და მოლაში გვეხმარება მზეზე ყოფნისას, შამპუნი აშორებს დაგროვილ ნარჩენებს, ნიღაბი კი ინტენსიურ კვებასა და დატენიანებას უზრუნველყოფს. ამ პროდუქტებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებები მოქმედებს და დეტალების სანახავად შეგიძლიათ PSP-ს ვებგვერდი შეამოწმოთ. კარგი სანდრო, მადლობა, რომ გაგვაცანი ეს პროდუქტები და ბოლო შეკითხვები მექნება, ერთგვარი შეჯამებასავით გამოგვივა. ის რაღაც მითები მე მგონი რამდენიმე დავამხვრიეთ, ხო და მოდი მაგებს კიდევ ერთხელ შეეხატებიან, წეგან თქვით ეს რაღაცა, რომ ეს ალოპეციის ეს გენეტიკა მხოლოდ დედის ხაზიდან გამოდის, ანუ ეს გავიგეთ, რომ არის მითი. მითია კი, პოლიგენურია, კი ბატონო, ორივე ხაზიდან გადაეცემა დედის და მამის. ასევე როგორც გავიგეთ, მითია, რომ სისხლში მაღალი ტესტოსტერონი აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გამელოდება. ნამდვილად მითია, იმედია, რომ მაშინ გამელოტებული უნდა ვიყო. ხო, არ ვიცი სანდრო, მათ ხო იცი კიდე სხვა რაღაცებიც არსებობს და მათ სხვა ექიმებს რომ მოვიყვანთ, მაშინ ვისაუბროთ მაგ საკითხზე. ხშირი დაბანა თმის ცვენას აჩერებს. აჩქარებს. ხშირი დაბანა თმის ცვენას აჩქარებს, მითია, რა თქმა უნდა, ხშირი დაბანა. და აბაზანაში რომ ხედავთ ჩვენ თმას, ეს არ ნიშნავს, რომ ათმა აუცილებლად რაღაცა ანდროგენური გზით გვცვივა. ჩვეულებრივი ამბავია, რომ აბაზანაში შენი თმა იპოვო. მითია. ქუდი ან ჩაფხუტი თმის ფოლიკულებს სუნთქის საშუალებას რო არ აძლევს, ეს თლად მითი არ ყოფილა. გარკვეულად ცოტათი შეიძლება მიკროცირკულაცია შეაფერხოს და სებორეის გამწვავება გამოიწვიოს, ასევე მუდმივმა ქუდის და ჩაფხუტის ტარება. ამიტომ მუდმივი ტარება არ არის ასო, ანუ გარეგნობის ატრიბუტი არ უნდა გახდეს ჩაფხუტი და ქუდი. ხო, ამ საკითხს არ გვისაუბრია, მაგრამ ნუ მითია ის, რომ ესე იგი თმის გადაპარშვის შემდეგ ის უფრო სქელი ამოდის, ხო, ეს შეგრძნება არის, ხო, ესეთი, იმიტომ რომ წაჭრილი როცა არის. ის კი არა, გადაპარშვის შემდეგ პირველ პერიოდში არა, რეკომენდაციას ვაძლევთ ხოლმე გადანერგილი არის მაქსიმალურად მოუფრთხილით არ გადაიპარსოთ პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. კი. და ღინღლიც რო იპარსავ, ისევ ღინღლი ამოდის, ანუ არაფერი მანდაც არც ხშირი, არც გრძელი, არც უფრო სქელი არ ამოდის, როგორც ვიცი, ხო ასე. დიახ, ღინღლოვანი თმა, ღინღლოვანი რჩება. ღინღლოვანად რჩება. ხო, მინოქსიდილო დამოკიდებულებას იწვევს, ანუ ეგეც ახსენით, ხო, რატო იწვევს? თმის გადანერგვის შემდეგ მედიკამენტური მკურნალობა აღარასოდეს არის საჭირო. მითია, რა თქმა უნდა, კი, დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე. გადანერგილ თმებს ნაკლებად ჭირდება ჰორმონული ან თუნდაც მედიკამენტოზური ხელშეწყობა, მაგრამ არაგადანერგილ ნაწილს, სადაც მისი პაციენტის არაგადანერგილი თმარი ჭირდება თერაპიული დახმარება. კეთილი, მე მგონი. ხო, მე მგონი ეს არის რაღაცა უმეტესი საკითხი ხშირად ასმის შეკითხვებისა, მე მგონი მოვიცავით. თუ ვერ მოვიცავით, შეუძლია ჩვენს მენელს და მაყურებელს დაგვისვა შეკითხვები, მაგაც მოგვეხმარება და არწმუნებული ვარ და ერთად გავცემთ შესაბამის პასუხებს, რასაც ვერ შევეცდით. ან შემდეგ ერთი მოძე რა კი ვთხოვეთ კავტონდიესაც, რომ ერთი ეპიზოდი შეიძლება ამ თემას კიდე დავუთმოთ, ხო, იმიტომ რომ აქტუალური საკითხია, ბევრი შეკითხვა არსებობს ამის გარშემო და შეიძლება რაღაც ისეთი თემები იყოს კიდე, რომლებიც
ასე ხარ არის თან რაღაც სიახლეებით შეიძლება ამასობაში წამოგვეციოს და თან ასევე მაინც დანაკლისი მაქვს აი ამ ქირურგიულ ნაწილზე ხო დაგვრჩა საკითხები რომლებიც არ გაგვიხილავს. კომპეტენტურია ქირურგიული მიმართულებით გაცილებით უფრო კარგად მოგახსენებთ ტექნიკებზეც და მეთოდებზეც და ყველას. კი და ასევე შეიძლება რაღაც კითხვები ვერ დავსვით რაც იმ ადამიანებს აწუხებთ, ვინც კონკრეტულად ეს პროცედურები უკვე გაიარა. ყველაზე მეტი მათი ციან ხოლმე სად არის ეს რაღაცა ნიუანსური საკითხები, პრობლემები. ამიტომ ისევ და ისევ, ვისაც ექნება შეკითხვა, დაგვისვას და გავცემთ მაგასთან ერთად კომპეტენტურ და ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ საკმაოდ ბევრი მედიკამენტი ვახსენეთ და ეს ჩვენი საუბარი, რა թქმა უნდა, იყო ორიენტირებული პაციენტის ვთქვათ განათლებაზე და არა თვითმკურნალობაზე. გარკვეული სულ არის ხოლმე შიში, რომ მან არ გამოიწვიოს პაციენტის თვითმკურნალობა და რა თქმა უნდა, ეს არის დაავადების სამკურნალო და არამედ პაციენტის განათლების ასე ვთქვათ და ინფორმატიულობის გასაზრდელად, ხო ეს ჩვენი. ამ პოდკასტში წელიწად ნახევარია რასაკვირველია ეს რაღაცა ერთგვარი ცენზურა გვაქვს რომ მედიკამენტებზე არ ვსაუბრობთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს შემთხვევა არ არის, იმიტომ რომ ამ დაბალი ინფორმირებულობა და არასწორი ინფორმაციები, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობს, ძალიან ცუდი პრაქტიკებისკენ უბიძგებს მე ადამიანებს და მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა იცოდნენ რა არის ვის არის და ძალიან კარგად აგვიხსენით ეგ მაგა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. თამაში დავასრულებთ დღევანდელ ეპიზოდს. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. დაგვილაიქეთ ეს ვიდეო. კომენტარებიც დაგვიწერეთ, გაუზიარეთ სხვა ადამიანებსაც. თქვენ უყურებთ და უსმენთ ჯანსაღ დიალოგს მომავალ შეხვედრამდე.